პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ. მშვიდობისა მოგესალმებით ყველას, ვინც გვიყურებს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. 21 ივნისის პოლიტიკურ კვირაში წარმოგიდგენ თემებს, რომელიც ჩვენს თვალწინ, ჩვენს ქვეყანაში მთელი კვირის განმავლობაში ვითარდებოდა. თუმცა მანამდე მართალია ოდნავ გვიან, მაგრამ იმ მიზეზით, რომ პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების შემდეგ ჩვენ დღეს პირველად ვართ პირდაპირ ეთერში, მინდა მხარდაჭერა გამოუცხადო ჟურნალისტებს, ჩემს კოლეგებს, რომლებზეც სამმართველოსთან ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა და რომლებსაც პირდაპირ მნიშვნელობით საკუთარი საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცათ. ერთდღიანი პროტესტის შემდეგ ტელეკომპანიებმა მაესტრომ და კავკასიამ გააკეთეს განცხადება, რომ თუ კიდევ ადგილი ექნება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და ფიზიკურ ზეწოლას, საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ტელეკომპანიები, გაზეთები, რადიოები და ინტერნეტ გამოცემების ფუნქციონირებას შეწყვეტენ და ქვეყანაში საინფორმაციო ვაკუუმს შექმნიან. ეს პოლიტიკური კვირა სწორედ თბილისის პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ამბებით დაიწყო და მიხეილ სააკაშვილის სატელევიზიო განცხადებებით დასრულდა. დღეს გადაცემაში წარმოგიდგენთ. გაიგოს ხელისუფლება თილად ფულის საშუალება იყავი წასული. ფულის საშუალება. მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას პარლამენტში შესვლას თავაზობს. რა პასუხი აქვს საპროტესტო მოძრაობის ლიდერებს პრეზიდენტისთვის? მე რომ ოპოზიციაში ვიყო, მთავრობას იმაზე შევებრძოლებოდი, უფრო სწორედ გავაკრიტიკებდი, რომ საქართველოს დიდი ნაწილი ოკუპირებულია. ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია, რატომ ითხოვს ოპოზიცია პრეზიდენტის გადადგომას. რაც მთელი კვირის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა, მოვლენები თბილისის პოლიციის სამმართველოსთან და პროტესტის ნიშნად გაფიქსირებული ტელეკომპანიები. მე ბატონო მიხეილ, თავს არ ვიკავებ. შევალ ვანო მერაბიშვილთან. დავждები ვანო მერაბიშვილთან. ეს თქვა ერთმა რბილად რომ თქვა რადიკალურ მოღვაწეამ მზად არის რომ გახდეს შინაგან საქმეთა მინისტრი, მოადგილე მინისტრი მხოლოდ შემდეგ ცხოვრებაში ალბათ. უკან მთავრობაში ოპოზიციის კვოტით, რატომ გადაწყვიტა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გახდეს ვანო მერაბიშვილის მოადგილე და რას უპასუხებს პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლას სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური კვირა. რაშვები, ხახტო, რაშვები. მე რაც არ მინახავს და რაც საქართველოში არავის არ უნახავს, ნაცემი ქალები. სააკაშვილის დამსახურებაა ქვეყანაში. ახალი განცხადებები რუსულ კრიმინალურ ფინანსებზე ინგეგმავს საქართველოში არეულობას და რატომ დასახელდნენ მაინც და მაინც ახლა კახათ არგამაძე და ლევან მამალაძე. რუსეთმა გააქტიურა ორი გამოკვეთილად საძაგელი ფიგურა ლევან მამალაძე და არანაკლებ ამაზრენი, ეს არის კახათ არგამაძე. ვის აქვს ქართული ოპოზიციიდან კავშირი კახათ არგამაძესთან და ლევან მამალაძესთან და ვინ გეგმავს გადატრიალებას ხელისუფლების არგუმენტებით პოლიტიკურ კვირაში მოусმინეთ გივით არგამაძეს. როცა დაპირისპირება ფიქს აღწევს, რა აქვს სათქმელი ყოფილი თანამებრძოლებისთვის და რა სიტყვის ახალგაზრდა აკტივისტების დაპატიმრებაზე, ღია დაპირისპირება ტელეკამერების წინ, გია თორთლაძის მძიმე პოლიტიკური კვირა. პოლიტიკოსები პოლიტიკურ კვირაში უყურეთ და მოусმინეთ მათ პირველი არხის პირდაპირ ეთერში ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რასაც თითოეული ჩვენგანის ცხოვრება ჰქვია. მაშასი ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი უნდა ყოფილიყო პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივით არგამაძე, თუმცა გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე იგი დაგვიკავშირდა და
ეთხოვა რომ გადაგვეტანა მისი სტუმრობა შემდეგი გადაცემებისთვის, ვინაიდან რაღაც პრობლემა შეექმნა, შესაბამისად ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლის მონაწილეობა გადაცემაში შეიცვალა და ხელისუფლების პასუხებს ჩვენ ეკა ხერხეულიძისგან მოვისმენთ. ახლა კი განვაგრძობთ გადაცემას. მე ვერ დავეთანხმები რადიკალების ლიდერებს, როცა ისინი ამბობენ რომ საქართველომ წააგო ომი, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები და ეს აუიმედო ბრძოლა. მე მიმაჩნია რომ ჩვენ არაფერი წაგვიგია. ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ რა თქმა უნდა ჯერ საბოლოოდ არ მოგვიგია და ვიმყოფები დიდ ბრძოლაში. ჩვენი მოგება იქნება ის, როცა ჩვენი საზღვრები აღსდგება. მე ნამდვილად ვერ დავადებ ხელს, თუმცა ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ ეს არაა ჩემი საქმე, რომ თქვა ვინ არის აგენტი. ეს სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების ფუნქცია. როცა ისმის გამონათქვამები, რომ ყველა უცხოელი ელჩი არის ფლიდი, რომ ამერიკის ელჩს ხელები სისხლში აქვს გათხრილი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და დაესხა თავს მძინარე ცხინვალს, ამავე დროს იგივე ხალხი ერთ-ერთი მათგანი ეძახდა რუსეთის საელჩოს დაზვერვის უფროს, მაესტროს და მეგობარს. ისმება კითხვა, ვის ინტერესებს გამოხატავენ ეს ადამიანები? ესა პატარა მონაკვეთის სააკაშვილის დიდი სატელევიზიო ინტერვიუ და რა პასუხი აქვს ოპოზიციას და ვის ინტერესებს გამოხატავენ ისინი? რატომ გააქტიურდა ბოლო პერიოდში ისევ საქართველოში რუსეთის აგენტების თემა სალომე ზურაბიშვილი ხსნის ეთერს, რომელმაც კვირის დასაწყისში გააკეთა განცხადება, რომ თანახმა იყო ვანო მერაბიშვილის მოადგილეობაზე. ქალბატონო სალომე, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში. როგორ ბრძანდებით? ხო, დაბრძანდეთ. ჩვენი საუბარი დიალოგზე იყო ძალიან სერიოზული. ეს სახურმარო და ასაგდები თემა არავისთვის არ არის. მე რასაც ვამბობ, ყოველთვის ვაკეთებ, რასაც ვპირდები, ყოველთვის ვასრულებ. ჩვენი შეთავაზება არის ძალაში, მაგრამ ეს იყო კონკრეტული შეთავაზება. მოდით ერთად გავიზიაროთ პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედზე. ნუ გონია რომ ეს არის სხვისი ქვეყანა. ეს არ უნდა იქნას გაგებული ისე, შენ დილით იქნები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და გარეთ გააგრძელებ აქციებს, დესტაბილიზაციას, გადაკეტვას, სროლას და შიგნით უბრალოდ შემოიპარები, როგორც ციხე-სიმაგრეში, იქიდან შიგნიდან კარების გაღებას შეეცდები და შიგნიდან მოახდენ დესტაბილიზაციას. ასე არ გამოვა. ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის ამონარიდი მისი დიდი სატელევიზიო ინტერვიუდან. რა სიტყვით, ქალბატონო სალომე, მე მინდა თქვენგან მოვისმინო პირველი შეფასებები. ძალიან ბევრ ამას ვიტყვი ამ სატელევიზიო გამოსვლაზე. ის რომ თვითონ რაც თქვა მიხეილ სააკაშვილმა, თვითონ პრინციპში მოგცა აღიარებითი ჩვენება. ჩვენ ვართ ციხე-სიმაგრეო და არავის არ შეუშვებთო ციხე-სიმაგრეში. არის ეს ხელისუფლება ციხე-სიმაგრეში ჩაკეტილი უკვე. ეს ჩანს ყველა მხრიდან. თვითონ აღმოჩნდა მძევალი ამ ციხე-სიმაგრეს თავისი დანაშაულების, თავისი გარემოცვის, მძევალი იმ კრიმინალური ბანდის, რომელიც როგორც ჩანს არ უშვებს ხელიდან არაფერს, თუნდაც იმას, რომ ერთი მარტო ქალი შევიდეს იმ ადგილას, სადაც მათ აქვთ უზურპირებული მთელი ძალაუფლება ამ ქვეყნის და როგორც ჩანს თვით მიხეილ სააკაშვილი იმას ვერ ახერხებს, რომ რაც თვითონ თქვა მერე განახორციელოს. ესენი არიან უკვე ჩაკეტილები თავიანთ შიშებში და თავიანთ უსუსურობაში. რისი ეშინიათ? ქალბატონო სალომე, მოდით მე მაშინ შეგახსენებთ, რომ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება მოყვა სწორედ ხელისუფლების შეთავაზებას. როცა თქვენ ამბობთ, რომ აი ისინი არიან ჩაკეტილი თავიანთ ციხე-სიმაგრეში, მან ახალი შეთავაზებაც გააჟღერა ამ სატელევიზიო ეთერში, შემოდითო უკანო პარლამენტში, ვინც დახიეთ მანდატები. მოდით, მაგრამ ისი არ გამოვაო ძალოვანი სტრუქტურების შესახებ კანონი, არ იძლევაო იმის საშუალებას, ყველა ამბობს ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ღამე იდგე დესტაბილიზაციას ახდენდე თუ მიტინგებს აწყობდე და ქვებს ისროდე ოპოზიციურ მიტინგებზე, ხოლო დილით იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ეს ნათელი არის. მე არ ამგონია რომ შემჩნეული ყოფილი ვიყავი ოდესმე ქვების სროლაში, ცხოვრებაში საერთოდ და დესტაბილიზაციის მომხრე არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილვარ, სადაც მიცხოვრია. პირიქით და მე მგონი მთელი ჩემი ნაბიჯის შინაარსი ის იყო, რომ სტაბილიზაციის გადასარჩენად და რაღაცა ელემენტის ნდობის გადასარჩენად, რომელიც გამქრალი არის ამ ქვეყანაში, არანაირი ნდობა აღარ არსებობს საზოგადოების და ხელისუფლების შორის. მეტიც, არანაირი ნდობა აღარ არსებობს ამ საზოგადოების და თავისი პოლიციის შორის, რაც არის ძალიან ცუდი სახელმწიფოსთვის. თუ ხელისუფლებასა და პოლიციას შორის, ხელისუფლებასა და პოლიციის შორისაც
უკვე ნდობა ნელ-ნელა ქრება, რატომ? იმიტომ შენ პოლიციას როცა აიძულებ, რომ დაიცვას მხოლოდ ნაწილი მოქალაქეები, შენ პოლიციას როცა ფარავ სპეცნაზებით ან ზონდერ ბრიგადებით, რანაირად რა მდგომარეობაში არის ის პროფესიონალი პოლიციელი, რომელიც თვლის, რომ მან ყველა უნდა დაიცვას, რომელიც თვლის, რომ ის არის პოლიციელი და მოქალაქეების დამცველი და არა ზონდერ ბრიგადები, რომელიც დროდადრო იცვამენ ხელკეტებს იკეთებენ და თან იცვამენ რაღაც პოლიციის ნიშნებს იკეთებენ. სულ მაგაში შედავებით ამ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პოლიცია ყავსო და ეხლა უცბად ამბობთ, რომ პოლიციასა და ხელისუფლებას შორის არის ეს რაღაც გაუცხოება? პოლიტიზაცია მოხდა პოლიციის და ეს უნდა მოხდეს დეპოლიტიზაცია. ამისთვის მინდოდა მე თუ რამე მინდოდა სტაბილიზაციისთვის, სხვათა შორის როგორც მინდოდა თავის დროზე ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართვა, როგორც მინდოდა კიდევ უფრო ადრე ომის შემდგომ პერიოდში, როცა შეთავაზება გავაკეთე კავკასიის არხით პარიზიდან სხვათა შორის, რომ შედგეს რაღაცა გარდამავალი გადარჩენის საბჭო. ამ ყველაფერზე როგორც ვერ ჩამომართვა ხელი მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ შეხვედრაზე, ისე ვერ გამომიწვია ბოლომდე ხელი. ვერ აკეთებენ ესენი, იმიტომ არიან ჩაკეტილები. ყოველ დღე რაც გადის, ნდობა მე მგონი აღარც იკარგება, იმიტომ დასაკარგი არაფერი აღარ არის, მაგრამ უფრო და უფრო ჩაკეტილები არიან, უფრო და უფრო მძევლები გახდნენ თავიანთი დანაშაულების, ყველაფერი რაც აწევს მათ ზურგზე ამდენი ხანი და ამიტომ ვეღარ იხსნებიან. ამიტომ აქვს შიში, შიგნით ვინმე რო შემოვა, იმის კი არა რომ მე რაღაც დესტაბილიზაციას მოვახდენ შიგნით. რასაც დავინახავ, რაც არ უნდა დაინახოს არავინ, იმიტომ იქ არიან დღეს მხოლოდ კრიმინალები. რას გააკეთები? თუ კი იქ არიან მხოლოდ კრიმინალები და დეპოლიტიზაციას. აი როგორ? პირველად რა საქმეები დაინტერესდებოდა სალომე ზურაბიშვილი და თქვენ ამბობთ რომ შეეშინდათო, რისი შეეშინდა? პირველ არ ჩემი კი არ შეეშინდათ, ჩემიც შეეშინდათ. ეშინიათ მდგომარეობის, როცა საზოგადოებასთან უკვე არანაირი ურთიერთობა აღარ არის, აღარანაირი ნდობა და იმისი ეშინიათ, რომ არაფრის უნარი აღარ გააჩნიათ. ამ ქვეყნის კრიზისს ვერაფერს ვერ უკეთებენ. კი უნდათ რომ წარმოაჩინონ, რომ ეს არის ჩვენ და ოპოზიციის შორის რაღაცა ბრძოლა და გავიმარჯვეთ ამ ბრძოლაში. როგორც გაიმარჯვენ რუსებთან და როგორც გაიმარჯვეს გაეროში, იგივე ტიპის გამარჯვება აქვთ ამათ ოპოზიციასთან. მან თქვა რომ მე რომ ვიყო ოპოზიციაშიო, ხელისუფლებას შევებრძოლებოდიო, უფრო სწორედ სიტყვით ვიმეორებ, გავაკრიტიკებდი იმ საკითხებზე, რომ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. დიახ და ამაზე ვებრძვით. ხო არ შეეშალა. არ ვიცი, მე გახსენებთ ეს არის ერთ-ერთი რომელიც მან გააკეთა თავი ბრალდება, რომ ოკუპირებული არის საქართველოს ტერიტორია მის გამო. ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რომელიც დაემატა გასული ომის დროს. და მე გაგახსენებთ, რომ კიდევ სხვა რამე თქვა თავის დროზე, რომ მე რომ ყოფილიყავი ოპოზიციაშიო, 3 თვეში დავამთავრებდი ამ ხელისუფლებასო. ხო თქვა? კი, ეს იყო New York Times-ის. ეს არის განსხვავება ჩვენ და მათ შორის, რომ ჩვენ არა ვართ დესტრუქციული ძალა, რაც არ უნდა ეცადონ ჩვენი გამოჩენა ისე თუ არასე. არა, თქვენ ამბობთ რომ არ ვართ დესტრუქციული ძალა, მაგრამ მოდით მე შეგახსენებ. იმიტომ რომ ზუსტად 74 დღე არის, რაც ჩვენ მივყვებით სრულიად მშვიდობიან სტრატეგიას. სრულიად მშვიდობიან. გადავხედოთ ცოტა მეზობლებთან რა ხდება. როცა ნაკლები გამოდიან სხვათა შორის ირანელები, ვიდრე გამოვიდნენ ქართველები და პროპორციულად თუ შევხედავთ, როგორ არის პროპორციები, მაშინ ჩვენი გამოსვლები არის უზარმაზარი და ჩვენ ამ დროს მივდივართ სრული მშვიდობიანი, დღესაც თქვი ვიყავი ახლა მოსვლამდე მიტინგზე, რადგანაც რაღაცა მიდის მათი ჩვეულებრივი პატარა პროვოკაცია, რომ ვითომც გადააბრალონ ვინმეს ის რაც მოხდა ღამე რომ ცეცხლი მოეკიდა ერთ-ერთ კარს პარლამენტისგან, ვთქვი, გავიმეორებ და ვიტყვი ბოლომდე, რომ ჩვენ მოვდივართ პირველი დღიდან შიშველი ხელებით, ბოლო დღემდე ვიქნებით შიშველი ხელებით, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იარაღი. ეს არის თავისუფალი სიტყვა. კი ბატონო, მაგრამ ამ შიშველ ხელებზე ნებისმიერი თქვენი ოპონენტი გიპასუხებდათ იგივე ქვების როლის თემას, იმ აქციებს თავდასხმებს. სხვათა შორის, სააკაშვილმა ამავე ინტერვიუში გააკეთა ესეთი აქცენტი ჩვენს გადაცემაზე, მე ისე უბრალოდ მინდა ჩანართის სახით თქვა, როდესაც ნინო ბურჯანაძემ წინა კვირას მოიტანა ამ გადაცემაში ბოლნისის სიუჟეტი, რომელიც იყო რევოლუციამდე, იქაური ქვების სროლა და ეს
ხელისუფლების სროლაო სხვადასხვა იყო და ვითომ ობიექტური ჟურნალისტი არ უნდა სვამდეს ამ კითხვასო, მაგრამ მე მინდა უბრალოდ აქვე შეგახსენოთ, რომ აი სწორედ ფორმები, იგივე ქვები, თავდასხმები დეპუტატებზე და ასე შემდეგ ეს არ არის დესტრუქციული. მოიცადეთ, სხვადასხვა რაღაცები დესტრუქციული არ არის. ქვების სროლაზე ყველამ ვთქვით, რომ გამოიტანონ ვიდეო მასალა, რაც არსებობს, იყოს ნორმალური გამოძიება და მე ამას მოვითხოვდი იქ რო შევსულიყავი, მაგრამ ეს არ მოხდება. ვიდეო მასალა გამოიტანონ, როგორც მოვითხოვთ ვიდეო მასალას და ვთხოვეთ ყველა უცხოელ ელჩს და სემნების ვიდეო მასალა პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი იმ დღეს დარბევის ყველა ეს ვიდეო მასალა დაიდოს და ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ვიდეო მასალა, ვიდეო ქვეყანაში ვართ უკვე. დაიდოს ესა, იყოს გამოძიება და ვინც უნდა იყოს დასჯილი ამისთვის, იყოს დასჯილი. არავის არ უთქვამს, არავის არ მიუცია ბრძანება, ამაზე მე ვარ კატეგორიული, რომ ქვები ეს არ იყო ოპოზიციის სტრატეგია, არასდროს არ ყოფილა და არასდროს არ იქნება. თუ ვინმე შემოერია ოპოზიციას, თუ ვინმე გადააჭარბა, უნდა იყოს დასჯილი ნორმალური ფორმებით, მაგრამ ეს არ უნდა იყოს რეპრესია, ეს არ უნდა იყოს ანგარიშსწორება და უნდა არსებობდეს, რაც არ არსებობს ამ ქვეყანაში და ალბათ აღარასდროს აღარ იარსებებს. გავიდა ეს დრო. ნდობა საზოგადოების და ხელისუფლების შორის. ამ ხელისუფლებას თავისი ჯარის ნდობა აღარ აქვს. და ჯარს თავისი ხელისუფლების. კარგით, თქვენ ეხლა თქვით, რომ არაფერს არ გეგმავთ თუ არეულობა სხვა ჩვეულის წეღანდელი ჩვენი გადაცემის თემაზე, ისე უბრალოდ მინდა ჩემი პოზიცია ბევრმა გაზეთმა დამირეკა და მკითხა და არ გამიკეთებია კომენტარი, გადავწყვეტე რომ დღევანდელ გადაცემაში მე თქვა ნამდვილად მოულოდნელობა იყო, რომ თქვათ აი ასეთ რთულ პერიოდში შეიძლებოდა თუნდაც ჩვენი გადაცემის მისამართით მოგვესმინა, აი პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული ეს განცხადება, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არსებობს არქივი და ნებისმიერი ეს იქნება ვთქვათ რევოლუციამდელი თუ რევოლუციის შემდგომი, მე მგონი ყველა ჟურნალისტმა უნდა გამოიყენოს ჟურნალისტის მოვალეობა, არა მარტო ის გააშუქოს, რაც დღეს ხდება, არამედ ნებისმიერი საარქივო მასალა გამოიყენოს. ეს ისე. მე მინდა თქვენ ახლა გითხრათ, თურმე იქ იყო ერთი კადრი კიდე, სადაც შანს თვითონ მიშა ქვით ხელში. აი, იცით რა, გულწრფელად გეტყვით, ეს იყო კადრში გასული იყო, რა ისა, ეთერში იყო გასული ის კადრები, რომელიც მოიტანა ნინო ბურჯანიძე, მაგრამ ეს იყო ნამდვილად მოულოდნელი პირადად ჩემთვის რიგითი ჟურნალისტისთვის თუ მოიცლიდა ვთქვათ პრეზიდენტი და მისი გადაცემის ხსენებისთვის არ მეგონა, მაგრამ მე ეს ალბათ არ არის ზეწოლა და არ ითვლება ზეწოლად, მაგრამ მე როცა ჟურნალისტებს პირველი არხიდან ვეკითხებოდი თუ თვლიდნენ რომ პირველი არხი დღევანდელ დღეს მუშაობს როგორც დამოუკიდებელი საზოგადოებრივი არხი და მათი შეფასებას როცა ვთხოვდი, ეს ითვლებოდა ზეწოლად. კი ბატონო, თუმცა ძალიან მძიმე იყო, როდესაც თქვენ ქალბატონო სალომე საშვებს უმოწმებდით ჟურნალისტებს, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ თუ კი ვამბობთ პრეზიდენტზე, არც ოპოზიციის არც ერთ ლიდერს, არა, თქვენ ახსენეთ, მე არ ვაპირებდი ამ თემას შევხებოდი, მე მგონი არა აქვს უფლება რომ მე შემიმოწმოს ან რომელიმე ჩემს თანამშრომელს საშვი. თქვენ შეგიძლიათ თქვენი კომენტარი გააკეთოთ. არა, კომენტარი არა ახსნა, იმიტომ არასდროს არ მომეცა ამაზე საშუალება და მინდა ვთქვა რომ მოკლედ ძალიან რომ საშვების შემოწმება იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ეს კითხვა იყო მხოლოდ პირველი არხის ჟურნალისტებისთვის და იქ გადიოდნენ რუსთავის, პრაიმ ტაიმის სხვა ხალხი, რომელსაც ვეუბნებოდით, რომ თქვენ გაიარეთ მაესტრის კი ბატონო, მაგრამ საშვების შემოწმების უფლება მე მგონი არ არის არამედ. კარგით, ქალბატონო სალომე, თქვენ წეგან ბრძანეთ და თუ ბოდიში მოსახდელი არის ამაზე დიდი სიამოვნებით მოვიქცეთ. კარგით, ძალიან კარგი, გამიხარდა ახლა ამის მოსმენა, კი ბატონო. ეს იყო ახსნა და ბოდიშიც ამავე დროს და გავაგზავნოთ იმაზე. ქალბატონო სალომე, თქვენ ბრძანეთ რომ აი ჩვენ არ გეგმავთო დაპირისპირებებს. მე მინდა შეგახსენოთ რომ აგენტების თემა გახდა ძალიან აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის. თუ შეიძლება ცოტა ვრცლად ჩამოვაყალიბებ, მაგრამ ერთ კონტექსტში მინდა. ეხლა დაიწყო კვლავ ამ თემის გააქტიურება. წინა კვირას მოვისმინეთ განცხადებები, რომ რუსეთიდან შემოსული კრიმინალური ფულით ნინო ბურჯანაძე და მისი ქმარიო გეგმავენ ქვეყანაში დაპირისპირებას. ითქვა რომ აი ამ რაღაც არეულობას აფინანსებენ ტარიელ ონიანი, ებრალიძე, შალიკიანი, რასაც სხვა შორის მისი შვილის დაპატიმრება მოყვა სრულიად სხვა ფაქტზე, მაგრამ ფაქტი უბრალოდ დაემთხვა იმ დღეებს და ამ დღეებში კი გივი თარგამაძემ გააკეთა განცხადებები და იგივე გელა ბეჟუაშვილმა, რომ რუსეთი კახა თარგამაძისა და ლევან მამალაძის ხელით აპირებს არეულობას საქართველოში. რა ხდება? სააკაშვილიც გამოვიდა და თქვენ მოისმინეთ, მან თქვა რომ იქო ზოგიერთიო რუსეთის საელჩოს დაზვერვის თანამშრომელსო მაესტროს რომ ეძახდაო. ანუ პირდაპირ იყო საუბარი გოგა ხაინდრავაზე, რამდენადაც მე მივხვდი, იმიტომ რომ ხაინდრავას მონაკვეთი ეს იყო
იყო იმ ფილმში ნოემბრიდან ნოემბრამდე. მიპასუხეთ, მას რა ხდება? თუ კი რუსეთიდან შემოდის ფული, რა არის ეს ფული და რატომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები? მე მათ მაგივრად ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. მე შემიძლია გითხრათ ერთი რამე, რომ ხელისუფლება რომელიც გაწყვეტილ ხელზე უარს ამბობს, რომელიც არის ხელი გაწყვეტილი სტაბილურობისთვის სწორედ ამ ქვეყანაში. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ოპოზიცია არანაირად არ არის დესტრუქციული ოპოზიცია და ვერავინ ვერ დაუმტკიცებს, რომ არის დესტრუქციული. ჩვენი 74 დღე ჩვენთვის ლაპარაკობს და არ იყო მარტივი ჯერ 100,000 კაცის, მეორედ 70-ის, მესამედ 60-ის ამ ხალხის გამოყვანა და მშვიდობიანად დგომა, როგორც დგას ეს ხალხი და მე მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა გუშინდელი, რომელიც არის უკვე დამშვიდობება და დასასრული მისი. ასე ფიქრობ? არის შედეგი. მისი ტონი ძალიან მკვეთრი იყო და გამოხატულად ტონი იყოს, რაც გვინდა, მაგრამ იყო უკვე თავის პოზიციაში. ძლიერი შეიძლება ჩანდა, მაგრამ როცა არის ხელისუფლება ჩაკეტილი, ვერაფერზე ვერ მოდის, როცა უკვე წარსულში იყურება და როცა მისი ბოლო არგუმენტი არის, რომ ის ვარესი იყო შევარდნაძე, რაც ყველამ ვიცით. ეს უკვე აღარ არის არგუმენტი, ესე იგი სათქმელი არაფერი აღარ არის, აღარ აქვს, საქმეს ვეღარ აკეთებენ, იმიტომ კრიზისისგან გამოსვლის არც ერთი ბერკეტი და საშუალება მათ აღარ გააჩნიათ. სიტყვა აქვთ მხოლოდ და სიტყვა რიხიანი და დაჭერები. რასაც ეხლა იწყებენ, მაგრამ დაჭერები ისიც ეხლა უსუსური. იწყებენ რას ნიშნავს? ახალგაზრდები. ისინი ამბობენ, რომ კონკრეტულ ფაქტებზე ყავთ დაპატიმრებული ეს ახალგაზრდები. ეკა ხერხეულიძე იქნება ჩვენი გადაცემის ბოლო სტუმარი და მე მას დაუსვა ეხლა მოგცემთ მაგალითს, ეხლავე მაგალითი. იწყება დაჭერები. იწყება დაჭერები, სადაც თვლიან, რომ ვართ უფრო სუსტი, ესე იგი ახალგაზრდებს იჭერენ, მერე იჭერენ, ეგერ მაქვს მაგალითი ედიშერ ჯობავა, მე მგონი ხობის საკრებულოს წევრი, ძალიან ბევრი ადამიანი ხობში მას იცნობს. ახალი მემარჯვენეების და ალიანსის საქართველოსთვის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე არის და დაიჭირეს ყველაფერზე. ნარკოტიკები ჩაუდეს, პისტოლეტი ჩაუდეს, მერე წყალი დაალევინეს და 6 საათის მერე გასინჯეს და ვითომც ნარკოტიკებზე გასინჯეს. ზედმეტი არის, ეს არის ის ყველაფერი, რაც ამტკიცებს, რომ ესენი არიან დღეს სრულიად უსუსურები, გადავიდნენ იმ პატარა ტიპის, ახლა ეს არის პატარა კოღოსი კბენა. კარგი, თქვენ ასე ფიქრობთ, რომ ეს არის პატარა კოღოს კბენა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ კონკრეტული ფაქტების გამო ყავთ დაკავებული ეს ახალგაზრდები, ამ თემაზე ჩვენ მოვისმენთ. იგივე თუნდაც და ვითხოვთ ვიდეო მასალა იმ დღეს პოლიციის სამმართველოსთან, სადაც კარები ღიად იყო დატოვებული და სამი მხრიდან მოდიოდა იმ ძალების შეტევა და მე არ მინდა რომ პოლიცია დავარქვა მხოლოდ იმ ძალებს, სამივე მხრიდან მე მითხარით რა ხდება, როცა სამივე მხრიდან მოდის შეტევა და ერთი მიმართულება არის ღია. სამწუხაროდ არ არსებობს ხო ეს ვიდეო მასალა, იმიტომ რომ რაც დაუბრუნეს ჟურნალისტებს თქვათ ეს მასალა ეს მასალა როგორც ისინი აცხადებდნენ, მე მოვისმინე მაესტროს კავკასიის განცხადებები, იყო რაღაც წაშლილი და მხოლოდ რაღაც ცალკეული მონაკვეთი იყო. ქალბატონო სალომე, მე ისე მინდა მიუბრუნდე იმ თემას, რაც წეღან დაგისვით კითხვა. რუსეთის აგენტების თემა შემთხვევითია თუ არა? გივი თარგამაძე, გელა ბეჟუაშვილი დღეს აკეთებენ განცხადებას ამ დღეებში უпростоეთ რომ კახა თარგამაძე ლევან მამალაძე დასახელდნენ კონკრეტული გვარები. მანამდე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ტარიელონიანი, ბონდო შალიკიანი, ებრალიძე, მათი კავშირები გოკა გაბაშვილის განცხადებებს შეგახსენებ, ნინო ბურჯანაძეზე კავშირებში გულისხმობ უпростоეთ კრიმინალური ფული, რომელიც შემოდის რუსეთიდან. რა ხდება და ეხლა უკვე პრეზიდენტი აკეთებს ამაზე, აი ამ მინიშნებას. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათ შეიძლება ნამდვილად კონდეთ ხელთ რაღაც ინფორმაცია, მან თქვა სააკაშვილმა ეს არ არისო ჩემი საქმე, ეს სამართალდამცველების საქმე, მაგრამ როგორც ასეთი შეიძლება თუ არა მათ კონდეთ რაღაც დამადასტურებელი ინფორმაცია ფინანსებზე. მე გეტყვით რა ხდება, ესეც არის შედეგი იმისი, რომ ვერაფერს ვეღარ უკეთებენ ქვეყანას, ვერანაირად, ვერც ეკონომიკურად, ვერც პოლიტიკურად, ვერც სოციალურად, ვერც ნდობის მხრიდან ნდობა დაკარგეს შიგნით, როგორც გარეთ. ამ დროს რას აკეთებს თავის თავში ჩაკეტილი ხელისუფლება? ეს არ არის ახალი სქემა. ყველა ტოტალიტარული სისტემა, რომელიც მიდის თავის დაბოლოებისკენ, გადადის იმაზე, რომ არიან აგენტები, ჩემი ყველა ვინც მიპირისპირდება შიგნით, არიან უცხო ძალის აგენტები, ეს მთელი საბჭოთა კავშირი ამაზე იყო აგებული.
და რაც უფრო ბოლოსკენ წავიდა, უფრო გავრცელდა ეს თემა, მანამდეც იყო და მერეც იყო, რომ ამერიკის აგენტები დღეს რუსეთის აგენტების თემამ შეცვალა ეს ამერიკის აგენტების თემა. რატომ ხომ არ ფლობენ ისინი რეალურ ინფორმაციას, ქალბატონო? მე არ ვიცი, ვერ გეტყვით. ასე დაჟინებით ხომ მტკიცება? მე ჩემ თავზე ვარ პასუხისგებელი, ვერ გეტყვით ვერაფერს. მე ვამბობ, რომ ეს არის ცნობილი სქემა პოლიტოლოგისთვის, ყველა იმ ადამიანების, ვინც ცოდნე არიან ისტორიის, მაგრამ სხვა რამეს ვიტყვი და ვამბობთ და ყველა ამბობს. დადონ მასალები, როგორც ვიდეო მასალებს ვითხოვთ, ოღონდ არა ედიტირებული და უკვე გადაქმნილი, არამედ რეალური მთლიანი ვიდეო მასალები. ასევე მოვითხოვთ დოკუმენტები, ოღონდ არა შეთითხნილი, როგორ ფინანსდება ოპოზიცია? მასალა თუ აქვთ რამე, მე შემიძლია გითხრათ ჩემზე, როგორ ფინანსდები. 6,670 ლარი შემოდის სახელმწიფო დაფინანსებიდან, რომელიც აქ მინდა კატეგორიულად გამოვაცხადო, რომ სრული კანონის დარღვევით და არა მხოლოდ კანონის დარღვევით, ეს არის დემოკრატიული პრინციპის დარღვევით და მოუწოდებს სხვათა შორის ელჩებს და მათაც დაუკავშირდი. ეს დაფინანსება შეწყდა უკვე მეორე თვე არის, ისე რომ არც შეტყობინება, არც პასუხი ოფიციალურ წერილებზე, რომელიც გავაგზავნეთ ადმინისტრაციული კანონის თანხმობით, არანაირი მეორე კანონის დარღვევა არის, რომ არ გპასუხობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. სად არის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე გამახსენდა თქვენ როცა ამბობთ რომ აი გვაჩვენონო კადრებიო კადრები რომელიც მოხდა ბატონ თარხნიშვილთან მიმართებაში ფაქტი ეს იყო თუ არა თქვენთვის ძალადობის ფაქტი იგივე გიანოდიასთან მიმართება მითხარით ეს ვიდეო მასალა ხო გექნებათ ნანახი კი მაგრამ მე არ ვიცი ვინ არის რა არის რა მოხდა და მე ვიცი მე შემიძლია გითხრათ რა სიტყვები მითხრა ბატონ თარხნიშვილმა ეხლა აღარ გავიმეორებ იმიტომ ეს თავის დროზე დატრიალდა და ჩემ სიტყვებად ჩათვალეს რა სიტყვები მითხრა იმ ამეს, როცა ჩვენ ვიყავით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შეცვლილი იყო სიები. აღარ გავიმეორებ, მენახეთ მასალები. მაგრამ მე ერთ რამეს ვკითხავ. ლევან გაჩეჩილაძის გუშინდელი განცხადება, არანაირი დაკავშირება შეიძლება არ იყოს ამ შემთხვევაში ხელისუფლების განცხადებებსა და ლევანის განცხადებას შორის, მაგრამ ადამიანი, რომელიც დაბრუნდა ევროპიდან, ღიად საუბრობდა, დიახ, მე ვიყავი წასული დაფინანსების საშოვნელად. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია ამას მოყვეს ძალიან სერიოზული გაგრძელება. იგივე ხელისუფლებისთვის ეს არის თუ არა არგუმენტი. ლევან პირველი დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემთან განაცემაში პირდაპირ ეთერში ამბობდა ღიად, რომ არიან ქართველი ბიზნესმენები, ვინც არიან მზად ჩემთან ერთად, სხვებთან ერთად, რომ დააფინანსონ. კიდევ ერთხელ მე გეუბნებით, რომ ეს ჩემი თემა არ არის. არ გარკვიეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ერთ-ერთი ლიდერი არ არის წასული, ჯერჯერობით ლევან გაჩეჩილაძე არ არის ლიდერი, ეს არის გაშლილი ოპოზიცია, სადაც ყველა არის თავის თავზე პასუხისმგებელი და სხვათა შორის ეს არის ჩვენი ძალა, რაც ბევრმა უნდა მე მგონი დღეს გაიგოს, რომ ძალა არის იმაში, რომ ვერ მოერევი ამ თავისუფალ, გაშლილ, მრავალპარტიულ ოპოზიციას. დიდი მადლობა. სამაგიეროდ ჩვენ თან დაკავშირებით რა? არა, ეს არის თემა, რომელიც გამოიტანებს იმისთვის, რომ გადაეფარათ ის ვარი, რომელიც მე მივიღე ძალიან სერიოზულ შეთავაზებაზე. აღარ მოეწონათ, ანუ პროსტორეთ ვიღაცეებს შიგნით იმ კრიმინალურ ბანდას არ მოეწონა და მიშრა სააკაშვილს უთხრეს, რომ არ გაბედო, ეს არის გააშკარავება იმისი თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენი ძალაუფლება არის უზურპირებული ამ კრიმინალური ბანდის მიერ, დრო არის რომ მოვიშოროთ, გავაცუროთ, ეს ბევრი აღარ უნდა ამას. ჩვენმა ორ თვიან ნახევარმა დგომამ ეს მოიტანა რომ უკვე გაშიშვლებულები არიან, ძალა აღარ აქვთ, ნდობა აღარ აქვთ, არაფერი აღარ გააჩნიათ, ეხლა გავიყვანოთ ბოლომდე. დიდი მადლობა. გია თორთლაძეს თხოვ სტუდიაში მხოლოდ ერთი კითხვით, რას ეთქოდა იგი ყოფილ თანა მებრძოლს, რამდენადაც მახსოვს თქვენ თანაპარტიელებიც იყავით. ბატონო გია არა, როდესაც ქალბატონი სალომე ამბობდა, რომ თქვა გვაჩვენონო ფაქტები, რის საფუძველზე არიან დაპატიმრებული ეს ადამიანებიო. მე შეგახსენებთ, რას მოყვა მათი დაპატიმრება და გაქვთ თუ არა? შევიდნენ პარლამენტში ამისთვის, რომ შიგნიდან მეც გავაკეთებთო. ნახოთ. აი, ნელა. დიდი მადლობა. კარგად ბრძანდებოდეთ, წარმატებებს გისურვებთ. მაშასე მე მივესალმები ბატონ გია თორთლაძეს. ძიმე პოლიტიკური კვირა და დღეები ქონდა ბატონ გია. როგორ ხასიათზე ხართ მითხარით იმ ცნობილი ინციდენტის შემდეგ? მე პრობლემას ვერ ხედავ მაგ ინციდენტში, ძალიან კარგ ხასიათზეც ვარ და
ბევრად უფრო შემართებით ვიდრე აქამდე ვიყავი. მე ერთი კითხვა გამიჩნდა თქვენთან ამას წინათ უსმენდი სხვა შორის არ მქონდა ეს მოსმენილი რადიო პალიტრაში თქვენი ერთგვარი დებატი დავით საგანელიძესთან მე მინდა უბრალოდ გავიხსენოთ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება პარლამენტის წევრს აქვს იარაღის ტარების უფლება და თუ თქვენზე ხელს აწევენ დანებით შეიარაღებული ახალგაზრდები თუ ჩემზე უпростоრეთ მე იარაღს გამოვიყენებ როგორ გავიგოთ ეს როცა ამბობთ რომ ძალიან მშვიდად ვარ ძალიან წყნარად ვარ ეს მუქარა იყო პარლამენტის წევრის მხრიდან მე შემთხვევით არ დავარქვი ჩვენს ბლოკს მძიმე პოლიტიკური კვირა მე ვთვლი რომ მძიმე პოლიტიკური დღეები გქონდათ ხო მე ესე იგი ამ კითხვაზე გიპასუხე და მე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ იმიტომ რომ არ არის გავრცელებული ძალიან მნიშვნელოვანია არაფერი მე არავის ერთი ადამუქრები ვარ და ასე ვთქვათ ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი მე გახსნით ვალდებული და ეხას ვალდებული რომ გამიფრთხილებინა ყველა ის ადამიანი ვისაც ასე ვთქვათ ხედავთ ტელევიზიაში ყოველ დღე ზოგს ბეისბოლის იმით შეერაღებულ ზოგს და ჩემსახთანაც იყო რამდენჯერმე მოსულები. კი, მაგრამ როცა ამბობს დეპუტატი, მე იარაღს გამოვიყენებ, ეს იყო უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში. არა, ეს კონსტიტუციური უფლებაა, ჩემი ასე რომ მაგაზე რა კონსტიტუციური უფლება რომ მომიტინგი ახალგაზრდებს? მომიტინგი ახალგაზრდებზე არ მithქვია მე და რატო ამოხდეს ის ფაქტები, რაც მოხდა? რა უნდა მოხდეს? არა, ის ფაქტები რომ მოხდარც არაფერი არ მოხდა, ეხლა რატომ რატო ამოქებთ მაგას ინგა? არა, არ ვამოქებ. მე თქვი, თუ იქნება გამოყენებული დანა, შენ თუნდაც ეკითხეთ, დანა, ბიტა და ასე შადასხმა და ხა ეს არის ჩვეულებრივი თავდასხმა კრიმინალური. მეტი არაფერი ამაზე ვთქვი და არა და მაშინდელ ფაქტს როგორ აფასებთ როგორც კრიმინალურ თავდასხმას თუ აი თქვენთან დაკავშირებით რა არ შემიფასებია მე როგორც კრიმინალური ფაქტი იყო უბრალოდ რაღაც უზდელური ფაქტი უზდელების რაღაც გარკვეული ახალგაზრდების კი არ იყვნენ იქ იყვნენ რაღაც ჩემზე უფროსებიც იყვნენ იქ ასე რომ არ არის ხა მოდით მე ხა წაგიკითხოთ ძალიან საინტერესო ინფორმაცია კი ბატონო გისმენთ ძალიან დიდი ხომ არ არის არა დიდი არ არის უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის ეს არის 18 რიცხვში ამ წლის 18 რიცხვში აი ხა ივნისში ეს არის გარი კასპაროვის მიერ ეს რომელიც არის ცნობილი ოპოზიციონერი რუსეთში მის მიერ გამოქვეყნებული სტატია სათაურად ქვია რუსეთ საქართველოს მეორე ომი შესაძლებლობები მიზნები და სცენარები და მე უბრალოდ წაგიკითხავთ ამ უნარით აქედან საქართველოსთან ახალი ომის თემა პოპულარულია საუბრებში, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ კულუარებში, მის გარდაუვალებაზე ალაპარაკდნენ კავკაზ 2009-თან დაკავშირებით. ეს მასშტაბური სამხედრო ცნები ტარდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის გენერალ ნიკოლოზ მაკაროვის ხელმძღვანელობით. და აქვე ამბობს, რომ იქვე მოყავს განცხადებული სცენარი, რითიც უნდა წარიმართოს ეს. ჯარის პრაქტიკული ქმედებები, რომელიც გულისხმობს ვითარების თანათანობით გამწვავებას და კრიზისული სიტუაციის გადაზრდას შეერაღებულ კონფლიქტში აი ეს არის მისი შეფასება და მერე წერია დაგეგმილია ტაქტიკური ხასიათის ბრძოლები, ჯარისკაცის რაოდენობა არის 8500, 200 ტანკი, 450 ბრონირებული მანქანა, 250 артиლერიული სისტემები, 70 მოდერნიზებული თვითმფრინავი. ამას წერს რუსეთის მოქალაქე, ამას წერს პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი პერიოდი პრეზიდენტობაც კი უნდა დააპირებდა კიდევაც ასე ვთქვათ კენჭიეყარა. და ამას წერს ოპოზიციაში ყოფი ადამიანი. რისით გმაგსურთ მაგით? ეხლა რატომ მკითხულობთ? ეხლა მკითხულობ იმიტომ რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენ შარშანაც ჰქონდა, ოღონდ არა კასპაროვისგან და იყო იქ მუხათბარად კავკაზის ინფორმაცია რომ 10-დან 20-მდე მოხდება თავდასხმა საქართველოზე, მასშტაბური თავდასხმა. სამწუხაროდ ამას სოფლიომ არ მიაქცია ყურადღება, მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ ეს და ის რომ ეხლა იქ მზადდება შეერაღებული ძალები, შეეყავთ დამატებითი, შეეყავთ სამხედრო კორესპონდენტები, გასაგებია, მაგრამ ეხლა რატომ ამბობთ თქვა ამას? ანუ ვისით მაქსურთ რომ ქვეყანა დგას ამ საფრთხის წინაშე და ამიტომ მე ხო ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ქვეყანა, წერია რომ პროვოცირების გზით აპირებენ აქ შემოწმას როგორც ჩანს, ამდენად გამოვოთ ეგ სხვა თემა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ აი ეხლა აი ამ სიტუაციაში ისე როგორც არასდროს საჭირო არ აქვს მნიშვნელობა ხელისუფლებაშია პარტია პოლიტიკური კონკრეტული ლიდერები ხელისუფლებაში არიან ოპოზიციაში არიან საპარლამენტოში არასაპარლამენტოში თუ უბრალოდ ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან ეხლა არის დრო როდესაც აი ამ საკითხთან დაკავშირებით ისევე როგორც შარშან უნდა გაგვეკეთებინა და სამწუხაროდ ეს არ მოხდა დღესაც დგას საშიშროება დღესაც არის ხიფათი და ამასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული კონსოლიდაცია უნდა შეინიშნებოდეს ქვეყანაში და არა დაახლეჩვა და საზოგადოებრივი დაპირისპირების ბატონია ძალიან ხშირად მე მსმენია არ ვიცი თქვენ მსმენია თუ არა კი ბატონო ეხლავე რომ გია თორთლაძეო ხშირად ახმოვანებს იმ ინტერესს რაც აქვს ხელისუფლებასო ხელისუფლება ამბობს ხოლმე ხშირად არა ერთი არა განმარტავ ერთი წუთით როდესაც ომის საფრთხეზეა საუბარი ბევრ ამას ამბობენ კი ბატონო ერთი წუთი დავაკონკრეტებ რას გულისხმობ
როდესაც თქვენ აი ამაზე აკეთებთ აქცენტს და მე არანაირად არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს გამოვრიცხავ, რომ ასეთი საფრთხე არსებობდეს. რასაკვირველი არა, მაგრამ ხელისუფლების არგუმენტია ხოლმე ეს ძალიან ხშირად. შედალოცილო ასეთი ტექსტები მოგვისმენია, როცა ქვეყანას მტერი ყავს გარს მომდგარი, რა დროს შიდა დაპირისპირებაა, რა დროს მიტინგებია, რა დროს ეს მათინებაა. მე ჩემი პოზიცია მაქვს. მე ყოველთვის ჩემ პოზიციას გამოხატავ. რაღაცა ერევათ ეთყობა ვიღაცაში ვერევი, როდესაც ან რაღაცას თხოვლობს ვიღაცა, ან რაღაც თანამდებობებს თხოვლობს, ან რაღაც გოტებს ეგეთ წოდებულს ჭყალებში ვიხმარე ეს სიტყვა. მე ყოველთვის მაქვს ჩემი პოზიცია. სხვათა შორის პოზიცია მქონდა, მარტო მე მქონდა ის რომ ერთ კაცს მაქვს ხოლმე ხანდახან პოზიცია და არასდროს არ ვმალავ ჩემ პოზიციას. სხვათა შორის ხელისუფლება არ ლაპარაკობს ახლა აი ესეთ ტონალობაში, რა ტონალობაში მე წავიკითხე ეს წერილი და სახიფათებს ხედავ. ამიტომ მე უბრალოდ ერთ რამეს შეგახსენებთ, რომ როდესაც 2004 წელში და 5 წელში რუსეთის დუმა და საკონსტიტუციო სასამართლო იხილავდა საკითხებს, როგორ მიეერთებინათ, საკითხებს იხილავდა, როგორ მიეერთებინათ აჭარა, აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი. და ამ პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ არანაირი განცხადება არ გააკეთა, საერთოდ იგნორირებული იყო ესა და ჯონი ხეცურიანმა დაიწყო პირველად ასე თქვა ამაზე რეაქცია მისა, დაწერა სერიოზული წერილი, მაგს მერე მოყვა ჩემი წერილი, მერე მივწერე პიტერ მალანჩუკს წერილი, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს, ღია წერილი, დაიბეჭდა კიდევაც. და მაშინ უკვე 2004 წლებში ამზადებდნენ ისინი ამას. ეს ინფორმაცია მაშინ ხომ მქონდათ რა საფრთხის წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა. მაშინ მე ასე როდესაც დღეს აი თქვენი მხრიდან აი ასეთი ტიპის აქცენტის გაკეთება ხდება. უბრალოდ საინტერესოა, როცა ოპოზიციასთან ერთად იდგა გია თორთლაძე, მაშინ ვერ ხედავდა იგი ამ ომის საფრთხეს, ამ საშიშროებას. არა, მაშინ არ იყო საერთოდ არანაირი საფრთხე ომისა და როგორ კარს მომდგარი იყო მაშინაც მტერი, იდგა 15 წელი იდგა. არა, როგორ სად იდგა მომდგარი კაცო კარს? იდგა 15 წლის განმავლობაში ერთ და იგივე ადგილას და ანერში გადმოსულები აქ, თუმცა იქ არ ღვოდნენ ადამიანის ფლები და ამას აფიქსირებდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის გაეროც, EU-ს და ასე შემდეგ. მე უბრალოდ ეს რატომ მოგიყვანეთ ეს მაგალითი. ძალიან მინდა ერთი რამ ესეთი შედარება გავაკეთო რა. სხვათა შორის ცოტა ხნის წინათ თებერვალში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ესეთი განცხადება, რომ იზრდება საფრთხე ძალისმიერი სცენარის განვითარების და რეგიონის დესტაბილიზაციისა და უცბად აეხლა ვხედავთ ნოღაიდელის გამოსვლას და ამბობს რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს საომარი რიტორიკა. უკაცრავად რას ამბობთ რომ ნოღაიდელი რუსულ თამაშს თამაშობს? არა, მე არ ვიცი რას თამაშობს. მე გეუბნებით რა ხდება. არ შეიძლება დღეს ვილაპარაკოთ საომარ რიტორიკაზე. ვინ საუბრობს დღეს საომარ რიტორიკაზე? თუ რომელმა პოლიტიკურმა, არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას, არც ხელისუფლებაში მყოფს და არც ოპოზიციაში მყოფს, არ გაუკეთებია განცხადება რომ ჩვენ ძალისმიერ მეთოდით დავიბრუნებთ ცხინვალს და აფხაზეთს. ჩვენ უნდა შევიჭრათ სადმე და ძალისმიერ მეთოდით გადაწყვეტილ პრობლემა. არავინ არ აკეთებდა. სამხედრო რიტორიკის, ომის საომარი რიტორიკა არის კონკრეტული ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ ხელისუფლება იქნება ის თუ ოპოზიციონერი თუ ვიღაც კონკრეტული პარტია აკეთებს მიინიშნება სცენარებს ჩვენ სამხედრო. იმიტომ რომ აი ძალიან ეხლახანს მოხდა ეს ამბავი. ძალიან ეხლა ერთმანეთს ემთხვევა ეს განცხადებები და ემთხვევა რას ნიშნავს რომ იგი თამაშობს არ ვამბობ მე რაღაც ინტერესების სასარგებლოდ ამ შემთხვევაში. რატო გინდათ თქვენ ახლა არა, რატომ მინდა რას ნიშნავს, როდესაც ასე სერიოზულ საფრთხეზე საუბრობდა უცბად ასახელებს კონკრეტულ სახელს და გვარს ბუნებრივია ეს. რა არის, არ მოხდა ესეთი განცხადება, არ მოისმინეთ, მე მოვისმინე მაგალითად. თუ თქვენ არ მოისმინეთ, შეგიძლიათ ამოიღოთ ისა არქივი და ნახოთ. ასეთი განცხადება იყო იქიდანაც საგარეო საქმეთა სამინისტრო და რუსეთის და აქაც. აქედან გამომდინარე მე მინდა მიმართო ყველას რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ ესეთ განცხადებებს. ეს მე არ ვამბობ რომ დაგეგმილი იყო და გიან თუ არა ვიღაცასთან ერთად თამაშობს, მაგრამ ნებისმიერი ასეთი განცხადება ხელს აძლევს რუსეთს რომ თქვას რომ აი პოლიტიკური ვიცე ისა პრემიერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს რომ შევწყვიტოთ თუნდაც ქვეყანაში სამხედრო რიტორიკა და მე კიდევ ვერ ვხედავ სამხედრო რიტორიკას. ვერ ხედავთ. კი ბატონო, და რატომ ხედავს მაშინ ნოღაიდელი? ამას გეკითხებით, თქვენ კიდევ პასუხობთ რომ რატო უკავშირებო ეს მას უნდა ვკითხოთ, რატომ ხედავს? თქვენი აზრით, ეხლა ამას შემთხვევით ხომ არ იქნება ამას ახსნა არ აქვს, იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი ფაქტი და ამ ფაქტზე ლაპარაკობს. ძალიან საინტერესო ძალიან თქვენი კოლეგის განცხადება, ასე ვთქვათ, კი არა, ინტერვიუ მინდა გითხრათ, რომ აი ეხლა ხან 19-ში დაიბეჭდა ნიზავისიმა გაზეტაში, ქაბატონ ნანა ლეჟავას ესე იგი ინტერვიუ, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ესე იგი შეუსწავლია მას საკითხი მისულავი მამისონის უღელტეხთან, იქ არ არის ტერიტორია დაცული, იქ ამბობს, რომ აქ იდგას სამხედრო შენაერთი ან სასაზღვრო აი გეუბნებით რასაც ამბობს. კი ბატონო, მაგრამ რაც ნახა ის გააშუქა, ბატონო. არის
საკითხები, უკაცრავად ეხლა რუსულ ინტერესებზე, როდესაც საუბრობდა საკითხებზე, იქვე ახსენებ ჩემს კოლეგას ნანა ლეჟავას, მაპატიეთ, მაგრამ ნანა ლეჟავა იყო ჩასული და მან გააკეთა ის მასალა, მოამზადა, რაც მას საკუთარი თვალით ნახა. ეს არის თემა, რომელზეც მე არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდები და ბოლომდე გავჩერდებით, მე კიდე არც მე არ გავჩერდები, მე კიდე ეს არის ჟურნალისტის მე გეკითხებით, შეიძლება თუ არა რომ ჩახვიდე რაღაცა კონკრეტული ადგილები დაათვალიერო და მე საჯაროდ გააკეთო განცხადებები, რომ იქ არიცავს არავითარი ჯარი არ დგას 25 კილომეტრი თუ რაღაცა ესა ინტერნეტში რას ამბობთ რომ ნანა ლეჟავამ ამით რუსული ინტერესები დააკმაყოფილა? რატო გეჩვენებათ ეს? არა, რას ქვია რატომ არ შეიძლება ასეთი ინფორმაციების ღია ეთერში. აი მაგალითად მოგიყვანს. ახსენებს კონკრეტულ სახელს და გვარს ნებამომეცით კიდევ ერთხელ ვიტყვით, ნებისმიერი ჟურნალისტი არის ვალდებული წავიდეს და გააშუქოს ის რაც ხდება. ხო, მაგრამ არ არის ვალდებული ჟურნალისტი არ არის ვალდებული, ეს მის უფლებამოსილებში არ შედის. სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებული ინფორმაციები ხმამაღლა და ღიად გააჟღეროს. მე გეტყვით ეხლა რას მეუბნებით? რა გააჟღერა ნანა ლეჟავა ისეთი? კილომეტრაჟი თქვა, რაოდენობა თქვა, არავინ არ დგას იქ, ასეთ რაღაცები არ შეიძლება ამის გახმოვანება. გეუბნებით ეს არის სამხედრო მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ბოდიში მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჟურნალისტი არის ვალდებული ასახოს ის რეალობა, რასაც იგი ხედავს საკუთარი კიდე ესეთი ჟურნალისტებიც, რომლებიც აშუქებდნენ მაგალითად 90-იან წლებში როგორ ნაცემოსებს იღებდნენ და ქართველებს არ იღებდნენ და მიქვანათ ევროპაში და მე მიიღეს რეზოლუცია. როგორ არის ცუდი პარალელები? აუცილებელი პარალელები. კონკრეტულ სახელსა და გვარზე მე ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გავაპროტესტებ თქვენს მიერ მისი სახელის და გვარის არახსენებას რუსულ კონტექსტში. გავაპროტესტებ იმიტომ, რომ ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი, რომლის მომზადებული რეპორტაჟებით ერთი წუთი ამ ქვეყანას თავისი პოლიტიკოსებიან, ჟურნალისტებიანად არაერთხელ უამაყია. ეს არის ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მე როგორც პროფესიონალს და არ დავეთანხმები ამ თქვენს ნათქვამს. და არ შეიძლება და გევწყვით რატომ. არსებობდა ესეთი ძალიან ცნობილი ბრიტანეთის დაზვერვის ძალიან ცნობილი ასე ვთქვათ თანამშრომელი და კორიფე ორესტ პინტო, რომელმაც სახელმძღვანელოები და ტომეულები დაწერა და პირდაპირ აქ მითითებული ესეთი რამ, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ხდება ინფორმაციის გადაცემა, ასეთი სახეობა არსებობს პირდაპირ ეთერში ღიასავ. ჩემთვის ეს ადამიანი არის საუკეთესო ჟურნალისტი და ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული პროფესიონალი. არა, იმიტომ ვიცავ, რომ ჩვენ ბევრი წლის განმავლობაში ერთად გვიმუშავია და მე ვიცი მისი პროფესიონალიზმი. მასალა, რომელსაც მოიპოვეთ ჟურნალისტი. არ არიან სუყელანი. არა, რუსიაში პროფესიონალი ლეჟავას პროფესიონალიზმზე, ნუ მაშინ შევცვალოთ. შეიძლება. ასეთი განცხადებების თქვენი მოსაძებაა. მე ვიტყვი, რომ ის არის ჩემთვის ერთ-ერთი პატივსაცემი კოლეგა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მისი მთელი წარსულის და ამჟამინდელი მოღვაწეობის გამო. კარგი, მოდით შევცვალოთ თუ შეიძლება. რაც შეეხება ასე ვთქვათ იმას თქვენ ახსენეთ ახლა ცოტა ხნის წინ რომ თქვენ იყავით და იდექით გარკვეულწილად ასე ვთქვათ ოპოზიციის გარშემო, იმ ოპოზიციის გვერდზე რომელიც ოპოზიციას ახლა არა, ხო ჩემზე. დიახ, მე მკითხეთ ეგა და მე ხა მინდა გიპასუხოთ. რომ არსებობს ასეთი ამბავი რომ მე ესე იგი მე კი არ ვიდექი მათ გვერდზე. თუ გახსოვთ ეს ცნობილი ამბავი მოხდა ჩვენ პარტიაში, უხროშვილი დაჭერით, მე ჩვენ დავდექით და ისინი მოვიდნენ ჩვენ გვერდზე. იქვე გამოვაცხადეთ საერთო სახალხო მოძრაობა, ამიტომ იქ ვის დადგებოდა, ეხლა იქ არავის არ ქონდა უფლება ვინმეს თქვა შენ არ დადგე, შენ არ მომწონხარ, შენი წარსული არ მომწონს, ან შენი აწმყო. ამიტომ მაგრამ არსებობდა პრინციპები. იმ დღესვე ჩვენ მოვითხოვეთ და იმ აქციებზე, როდესაც ჩვენ დავიშალეთ და მე ერთი თვის მერე უფრო მეტის ხნის მერე შევიკრიბეთ 2 ნოემბერს, ჩვენ ხოვლობდით საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს და ჩვენ ხოვლობდით აუცილებლად კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების ჩატარებას. ხოვლობდით რომ კონსტიტუციური ვადები დაირღვა და გაუგზელეს პარლამენტს 6 თვით, ჩვენ გაგვიგზელეს 6 თვით, ასე ვთქვათ, ჩვენი უფლებამოსილება და ამიტომ ხოვლობდით ამ. მაგრამ ის მოთხოვნები, სადაც რასაც მე ხელი მაქვს მოწერილი, ეს არის საგურამოს მანიფესტი. იქ პირდაპირ წერია, რომ უნდა გავიდეს მაშინ სამშვიდობოების მანდატი ქონდა. ეხლა გადის ეს კადრები, დიახ. დიახ. იქ უნდა გავიდეს, პირდაპირ ვამბობდით, უნდა გავიდეს რუსეთის სამშვიდობოები, იმიტომ რომ ისინი არასრულო ფუნქციას. ეხლა მათ უკვე აქვთ სტატუსი ოკუპანტების. იქვე ვამბობდით, რომ ჩვენი მიმართულება არის ნატო და უნდა შევიდეთ ნატოში. და იქვე ვამბობდით, რომ ლუსტრაციის კანონია მისაღები.
უბრალოდ როცა მეუბნებია რომ თქვენ მე შევიცვალე შეხედულება მეაფერ შეხედულება ზუსტად იგივე აზრზე ვარ უბრალოდ აიხლანდელ ქარტიაში რომელიც გამოაქვეყნეს 20 პუნქტიანი ეს სამივე საკითხი აღარ არის რატომ თქვენი აზრით აი იგივე ილუსტრაციის კანონზე თქვენ მახსოვთ ისაუბრეთ რუსთავი ორის ეთერში წეხა როდესაც დაასახელეთ კონკრეტული სახელები და გვარები ამბობ 91-12 დაკავშირებით ჩვენ საერთო კონტექსტში აი რაზეც თქვენ საუბრობდით იგივე რუსულ საფრთხეზე შემდეგ დაასახელეთ კონკრეტული სახელები და გვარები ერთი ჩემი კოლეგის ერთი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გამახსენდა სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ თქვენ იჯექით რუსთავი 2-ზე და ასევე დამაჯერებლად საუბრობდით ამ ლუსტრაციის კანონზე და აგენტიაო პირდაპირ დაადეთ ერთ-ერთ კონკრეტულ ადამიანს ხელი ბატონ რამაზ კლიმიაშვილს და რაღაცა მინიშნება თუ არ ვცდები გააკეთეთ კიდევ სხვა პოლიტიკოსზე არ მეხსენებია მე ვახსენე რომ არსებობს დოკუმენტი მე შემიძლია გითხრათ საიტი ეს რას ნიშნავს ესე ხელმოწერით www.true აი შედით და ნახეთ და რუსული ინტერესების სასარგებლო რუსული ინტერესები აიღეთ იქ და თავის ხელით შევსებული ეხლა აღარ მინდა მე მაგაზე ბევრი ლაპარაკი იმიტომ რომ არ ჩერდება თორემ მე საერთოდ ფიქრობ რომ მასზე რა რუსნაურია თავის ხელით ავსება სახელებით მიდის ადამიანებზე საუბარი რომ აი ვიღაცა არის აგენტი ვიღაცა მსახურება რუსული ინტერესი არა შედით ინტერნეტში და ნახავთ თავის ხელით შევსებულ ანკეტას სადაც წერია საშა ზედმეტსახელი და რამაზ კლიმიაშვილი და ავსებს ანკეტას თავისი ხელით მე კი არ შემოშევუსვი ამიტომ ვამბობ რომ რო არ მოხდეს ასეთი რამ კიდე შემდგომში მე არ მომიწიოს ვიღაცების ხსენება სახელების გვაქვს ამისთვის საჭირო ლუსტრაციის კანონი და ამ ლუსტრაციის კანონთან ერთად აუცილებლად უნდა მოხდეს 91-12 წლის მოვლენების კარგი გამოძიება. შორს წავედით ეხლა მე მინდა აქეთკენ მოგავიდეთ ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული უახლეს ისტორიაში. ყველაზე დიდი დანაშაული რომელიც ჩადენილი არის საქართველოში ჩამოაგდეს პრეზიდენტი ის არის მოკლული და სხვათა შორის ის გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს 91-ის მოვლენებში. გეთანხმებით უნდა იქნას გამოძიებული აუცილებლად როდესაც არის ქვეყნის პირველ პრეზიდენტზე და მთელი იმ ტრაგედიაზე საუბარი ამიტომ ნეონებით შორს ახოდით შორს კი არ წავედით ძალიან მე უბრალოდ იცით რას გეუბნებით რომ ეს თემა რუსეთის აგენტების რუსული ინტერესების და ასე შემდეგ ერთი წუთით ძალიან მოდური გახდა ქართული მე ასეთი სიტყვა ამ წუთში ახლა კარგით რუსული ინტერესებზე ვისაუბროთ ძალიან მოდური გახდა თანამედროვე ქართული პოლიტიკისთვის რუსული ინტერესები რომ ქვეყანაში არის რა არ არსებობს აქ რუსული ინტერესები მე თქვენ გეკითხებით უბრალოდ გეკითხეთ კი ბატონო ზურაბ ნოღაიდელი ახსენეთ წეღან და მე მინდა გაგახსენოთ სწორედ მან იჯდა ბატონი ზურაბ ნოღაიდელი როდესაც იგი ამბობდა რომ აიო მეო სააკაშვილი და მისიო გარემოცვაო ჩემგან მოითხოვდნენ რომ კონკრეტულ ადამიანებზე მეთქვა რომ აი ისინი რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან რომ ვიღაცები აგენტები და გადამდგარიყო და არა ერთი წლის მე როცა ახლა პოლიტიკურ ქულებზეა ლაპარაკი ეს არის 2-4 მე რო თქვენ რაღაცა მითხრათ და ჩემთვის იყოს მიუღებელი იმ წამს ვეგახსენთ პასუხი თქვენ ხო არ გამესთ პასუხი აი ამ წუთში თქვენ ხო არ გადადეთ და ერთი თვის მე ხო არ დამწყეთ ლაპარაკი კონკრეტულ საკითხებზე ახლა საუბრობთ. ხო, ამიტომ როცა რაღაცას გეუბნებიან, როცა რაღაცა არ მოგწონს და შენთვის რადიკალურად და კატეგორიულად მიუღებელია, ეს უნდა გაახმაურო, გადადგე და დატოვო თანამდებობა და არა მოხსნან. ბატონგია, სულ მიდის ამ დღეებში საუბარი იგივე ამ საფრთხეზე, რითაც თქვენ დაიწყეთ დღევანდელი ინტერვიუ და მე მინდა ვკითხოთ. საფრთხეზე დავიწყე ლაპარაკი, ეს საფრთხე მოხდა არა, კონკრეტული მასალა ხომ გაახმოვანეთ ეთერში. მე ერთი წუთი თუ შეიძლება. შეგახსენებთ რომ ბოლო პერიოდში სულ ჩვენ გვესმის განცხადებები რომ შემოდის რუსეთიდან კრიმინალური ფული რომ ვიღაც კონკრეტული პოლიტიკოსები ამ ფულით გეგმავენ ქვეყანაში არეულობას დაპირისპირებას ეხლა გივით არგამაძისგან ბეჟუაშვილი როდესაც იყო პარლამენტში მისული გელ ბეჟუაშვილი მოვისმინეთ კონკრეტული ასევე სახელები და გვარები კახათ არგამაძე ლევან მამალაძე მე მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და თუ შეგიძლიათ გითხრათ რა ფულზე არის საუბარი ქვეყანაში შემოსულ კრიმინალურ ფულს მე მოგახსენებთ იმას რაც ესე იგი მე შემიძლია მოგახსნათ რაც უფლებამოსილება კი არა უზი ინფორმაციას არ მაქვს ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ამიტომ მე ხა სად რა ფული ირიცხება ვინ რიცხავს სად რიცხავს რომელი ვის აძლევს ამ ფულს მე ამ შესახებ ინფორმაცია არ მაქვს მაგრამ მე როდესაც ვამბობ რომ ვისმენ მუდმივად რუსეთში საქართველოში არა კონკრეტული ძალიან მაღალი ჩინოსნებისგან რომ ჩვენ დავაფინანსებთ ოპოზიციას ჩვენ ვაფინანსებთ ოპოზიციას ჩვენ გავუწევთ ანგარიშს მათ დაუდგებით გვერდზე და ასე შემდეგ და ერთი რამე კიდე ცოტა ხნის წინ მოვისმინე ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის არა აქვს მნიშვნელობა ქართველი დავით გამყრელიძის ესა განცხადება რომ მე მაქვს ინფორმაცია რომ პუტინმა მისა სიტყვიერი ასე ვთქვათ გაფრთხილება ყველას რომ არ დააფინანსოთ ქართული ოპოზიცია ესე იგი აღარ დააფინანსოთ თუ პუტინს არასდროს არ დაუფინანსებია არანაირი ოპოზიცია იყო და რომ ჩვენ არასდროს არ ვაფინანსებთ და არ დავაფინანსებთ და მიცა მითითება რომ აღარ დააფინანსოთ ეს დასნიშნავს არ ეს ცოტა გაუგებარი განცხადება იყო ჩემთვის ამიტომ მე არ ვიცი ვინ ვის აფინანსებს ადაფინანსებს ეს არის
სამართალდამცავი ორგანოების გამოსაკვლევი, თუ მათ აქვთ რაღაც კონკრეტული მასალები, ისინი ალბათ ამდადებენ, ანუ ვალდებულები აუცილებლად ვალდებული არიან დაიდოს ასეთი მასალები. აქედან გამომდინარე მე ვერაფერს ვერ გეტყვით. დიდი მადლობა. ბატონო გია უნდა დაგემშვიდობოდა ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი სალომე ზურაბიშვილი როდესაც გადიოდა ეთერიდან თქვა რომ შევიდნენ პარლამენტში იმიტომ რომ ბევრ საქმესო გავაკეთებთო და დაიფხარით თქვენი ევერესტი პარლამენტში შესვლით. მე ამას არ გეკითხები ჩემთვით იმიტომ რომ არა მუდმივად მიდის ხოლმე აი სხვა ჩვენს თქვენს მიერ გადაღებული კადრები არის ევერესტზე ყოფნის დროს რამდენადაც მე ვიცი ეს არის კადრები და ეს არის თქვენი ევერესტი თუ ის რომელიც პარლამენტში დაიფხარით. მე მოგახსენებთ პარლამენტში არავითარი ევერესტი მე არ დამღრია ევერესტი აი ეგ არის და ეხლა ნახავთ როგორ დგევართ წერვალზე და აი იმ განსაკუთრებით აი იმ ყიამყრალი ხალხის გასაგონად მიათქვა რომლებიც ასე უკვე არც იციან აზე ლაპარაკობენ და რა ლაპარაკობენ და შეხედონ კადრებს წერვალზე შეხედონ როგორ დგევართ და როგორ მილოცავენ და ასე მაგრამ მაგაზე არის ლაპარაკი ის კადრები ჩანს ჩვენივად მე სხვა რამე მინდა გითხრათ ესე იგი ჩემი ევერესტი მოკლედ თუ შეიძლება ჩვენი დრო პოლიტიკაში და პარლამენტში ჩვენი ევერესტი ჩვენი ქვეყნის მე ჩემი ქვეყნის ინტერესები არასდროს არ გამიცვლია არანაირ ინტერესს სხვა ინტერესებზე არასდროს მიუხედავად იმისა რომ მე მაქვს ხელისუფლებასთან ძალიან სერიოზული პრობლემები სხვა საკითხებთან დაკავშირებით და ასთა სხვადასხვაობა მუდმივად ვჟელობთ ამაზე და საუბრობ და ვაკრიტიკებ კიდევ ღიათად და დახურულებთ და ყველანაირ რეჟიმში მოკლედ გეუბნებით ხო ჩემი ევერესტი იქნება მაშინ როდესაც აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა როდესაც ჩვენ შევალთ ევროკავშირში როდესაც შევალთ ნატოში და საქართველოზე ვერასდროს ვერავინ ხელს ვერ აღმართავს აი ეს იქნება ჩემი ევერესტი ძალიან დიდი მადლობა მე მინდა გისურვო წარმატება კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო გია რაც შეეხება იმ კონკრეტულ ინციდენტს რომელზეც საუბარი თქვენ არის სულეთ მე ჩემს აზრს გეტყვით ჩემთვის ყოველთვის მიუღებელია ძალადობა ნებისმიერი ფორმით ვისი მისამართითაც არ უნდა იყოს ეს იქნება ოპოზიცია თუ ეს იქნება ხელისუფლება ერთს გეტყვით რომ ამას დავარქვით ჩვენ ამ ბლოგს მძიმე პოლიტიკური კვირა გია თორთაძის მაგრამ ასევე ძალიან მძიმე იყო საყურებლად ის ყველაფერი მე შემიძლია შეფასება ჩემ თავზე არ გავაკეთო მე შემინდა გავაკეთო შეფასება დიდი მადლობა ასანიძესთან დაკავშირებით შემინდა გავაკეთო პარლამენტის თავმჯდომარესთან რა დაკავშირებით იყო ერთი სიტყვით ძალიან ცუდი რამ იყო და ეს იყო გადაცდენა კანონის არ შეიძლება დეპუტატს ესროდეს სახეში რაღაცები და ქვებს ისროდეს თუმცა ოპოზიცია ამბობს რომ ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი გამოხატულება კვერცხებით კვერცხებზე როდესაც არის საუბარი კვერცხების სროლა დიდი მადლობა სახეში წყლების და რაღაცების სროლა წარმატებას გისურვებთ არა დემოკრატიის გამოხატულება დიდი მადლობა მაშას ეს იყო გია თორთლაძე რამდენიმე წუთში კი ხელისუფლების გუნდიდან პასუხებს უკვე მოვისმენთ ქალბატონი ეკა ხერხეულიძისგან რომელიც სტუდიაშია რამდენიმე წუთში ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ ყველაზე პოლიტიკური და ყველაზე სკანდალური სიმღერის ევროპული მოგზაურობა და ლონდონში გადაღებული კლიპის პრემიერა. ხუმრობდნენ რომ თქვენი პირადი PR მენეჯერი არისო პუტინი. თბილისში ძალიან ბევრმა გაგვა კრიტიკა და ბევრმა უგემოვნებაც გვიწოდა სამწუხაროდ და უნიჭო. ალბათ ევროპაში გარეს ჩვენს ნიჭიერებას მსგავსი შეფასება არ აქვს. იურმალას ჟიურის ფავორიტი მოსკოველი ქართველი და დაწონებული თბილისელი კონკურსანტი სკანდალის ახალი ტალღა წელს საქართველოს იქნება რაღაც აფსაიდში მაგრამ მარია კალასი რომ ჩამოიყვანოთ წელს გამორიცხულია დრო საქართველოს იურმალაზე მოიპოვოს გამარჯვება დუეტი ჯორჯია იურმალას სცენაზე ბრუნდება და არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არ აქვს ამ კონკურსს მე მიდაუღნიშნო ამ სცენაზე გამოსვლა არის მასპინძლობის პროცესი ქართული შოუ-ბიზნესის ხმაურიანი ამბები, კლიპისა და სიმღერის პრემიერები. ნახეთ გადაცემაში ცხოვრება მშვენიერია. მნიშვნელოვანი მოვლენები, განსხვავებული კომენტარები, საინტერესო სტუმრები და მწვავე დისკუსია პირდაპირ ეთერში. ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 23 საათზე ნათია სორდიასთან ერთად პირველი თემა პირველ არხზე პირველი არხი და იბერია წარმოგიდგენთ
მაშასე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში ეკა ხერხეულიძე განაგზობს გადაცემას. ქალბატონო ეკა, ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში, როგორ ბრძანდებით. ხო, დაიკავოთ თქვენი ადგილი. მე მინდა ჩვენ განვაგრძოთ თემა, რომელზეც მიდიოდა ცხარე კამათს ვერ დავარქმევ, მაგრამ კამათი ბატონ გია თორთლაძესთან ითქვა ხელისუფლების მხრიდან თავდაპირველად რამდენიმე დღის წინ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, შემოდისო კრიმინალური ფული დასახელდნენ ტარიელონიანი, ბონდო შალიკიანი, ალექსანდრე ებრაიძე. შემდეგ ითქვა, რომ ეს რუსეთიდან შემოსული კრიმინალური ფული გამოიყენება ქვეყანაში დაგეგმილი არეულობისთვის და უკვე დასახელდნენ ნინო ბურჯანაძე და მისი მეუღლე. ცოტა ხნის წინ გივი თარგამაძემ გააკეთა ბეჟუაშვილის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ განცხადება კახა თარგამაძესა და ლევან მამალაძეზე და უკვე პრეზიდენტმა ახსენა ნინო შუბლაძესთან, ჩემს კოლეგასთან ინტერვიუში. მე არ ვარო სამართალდამცავი, ესო სამართალდამცავთაო პრეროგატივაო, მაგრამ ახსენა ვთქვათ პოლიტიკოსი, რომელიც სიტყვა მაესტროს ხმარობდა და კვლავ მინიშნებები, აი რომ ვიღაც რუსულ ინტერესებს ემსახურება. რა არგუმენტები აქვს ხელისუფლებას? სალომე ზურაბიშვილი ამბობდა წეღან ამ ეთერში, დაუჯერებთ თუ კი დადებს ხელისუფლება კონკრეტულ ფაქტებს, როდესაც კეთდება განცხადება ვიღაცის აი ასეთ პოლიტიკურ თამაშებს. მოგესალმებით. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი სხვა შემთხვევაში ამას არ იტყოდა, რომ დაუჯერებთ იმ შემთხვევაში თუ კი არგუმენტებს დადებენ და უგრძნობ, რომ ქალბატონი სალომე რეალურად ემზადება მინისტრის მოადგილისთვის და კომპეტენტურ პასუხებს იძლევა საზოგადოებრივ შეეშინდა ხელისუფლებას და ამიტომაც მან ვერ მიიღო თანხმობა მისი მოადგილე დანიშვნის შესახებ. რაც შეეხება აზრს, გავრცელებულ აზრს ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამის ეჭვები არსებობს, ეჭვები არა მხოლოდ ეჭვებიდან წარმოშობილი, არამედ რეალური ფაქტებიდან. ეს პრეზიდენტმაც ბრძანა, რომ გახლავთ სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივა და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები საზოგადოებას აუცილებლად ეტყვიან კომპეტენტურ და ამომწირავ პასუხს ამის შესახებ. კი, მაგრამ საინტერესოა იცით რა, გასაგებია რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ასეთ თემებზე, პასუხი არის ყოველთვის რომ აი სამართალდამცველები დადებენ ინფორმაციას, მაგრამ როდესაც კეთდება ასე ხელაღებით განცხადებები, შესაძლებელია თუ არა თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, იგივე ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც სხვა შორის გადაწყვიტა რომ სასამართლოში უნდა უჩივლოს, თქვათ იგივე გოკა გაბაშვილს ამ განცხადებების გამო, მოითხოვონ რომ აი მე მოვითხოვ თუ მე ვარ დამნაშავე, თუ მე ამ ყველაფერში ვიღებ მონაწილეობას, ან დამიმტკიცე და დამაპატიმრე, ან თუ არა და მაშინ მე ასეც იქნება. როგორ თუ ასეც იქნება? თქვენ გაქვთ ამის დამამტკიცებელი მასალა სასამართლომ ალბათ მოსალოდნელი არავის არ ვაპატრიოთ, ეს არ გახოთ კანონი დააპატრიებს ან განთავისუფლებას. მე არავის არ ვიჭერ და არანაირად არ გახავთ ეს ჩემი პრეროგატივა. საქმე იმაში გახავთ, როდესაც ქალბატონ ნინომ გადაწყვიტა ასეთი გზა სამართლებრივი, ეს არის აბსოლუტურად მისაღები და დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ქალბატონ ნინოს და ბატონი გოკაც წარდგებიან სასამართლოს წინაშე, სიმართლე გაირკვევა, მაგრამ მე მგონია, რომ ნაკლები დანაკარგით გამოვაქიდნენ გოკა გაბაშვილი, ამიტომ მოლოდინი ამის ძალიან დიდია და მე ვფიქრობ, რომ ის მოლოდინი ასევე საზოგადოებაში, რომელიც არსებობს ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ პასუხგაცემული იქნება. ნაკლები დანაკარგით გამოვა გოკა გაბაშვილი, იმიტომ რომ ქართულ სასამართლოებს როგორც წესი ეძახიან პოლიტიზირებულ სასამართლოს და რასაც ხელისუფლება მიუთითებს, იმ შედეგს კრემლის სასამართლოში გავასაჩივროთ, როგორ მოიქცეთ, რომ ობიექტური იყოს პასუხი. რასაც ინებებს, როგორ არჩევანსაც გააკეთებს ქალბატონ ნინო და რომელ სასამართლოსაც მიმართავს, ბუნებრივია იმ სასამართლოში ვიქნებით ჩვენი არგუმენტები. იცით რატომ გაჩნდა ეს კითხვა? თავისთავად პირველ რიგში დამეთანხმეთ, ეს არის ძალიან სერიოზული ინფორმაცია, როდესაც რაღაც კრიმინალურ ფულზე არის საუბარი რუსეთის აგენტებზე, რაღაცა რუსეთის ინტერესებზე, იგივე კახა თარგამაძე, ლევან მამალაძე ბოლო დღეებში უეცრად დასახელდნენ ხო ეს ადამიანები. ანუ როდესაც ეს განცხადებები კეთდება, ან რეალურად უნდა იყოს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს ასეთი ეჭვი, რომ ხელისუფლება სურს რაღაცაზე გადაიტანოს აქცენტი. რეალურად არის ეს არგუმენტები და ამაზე დაყრდნობით ვაკეთებთ ხოლმე ჩვენს კომენტარს. არც ერთ შემთხვევაში არ ვიქცევით პასუხისგებლობ და ჩვენი არგუმენტები გახლავთ დასაბუთებული. მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეუბნებით, როდესაც ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს ადამიანი გახლავთ რუსულ წყაროზე ვთქვათ, ანუ იკვებება რუსული წყაროდან, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება უკვე სხვა ფაქტები. ეს ფაქტები იქნება, აუცილებლად იქნება იმ სასამართლოში, სადაც მიმართავს ქალბატონი ნინო და ასევე იქნება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ის, რასაც შემოგთავაზებენ სამართალდამცავი ორგანოები. რაც შეეხება ახლა ფულის წარმომავლობას, მე უფრო დამთქმული ფრაზა მოვისმენე, როდესაც ბატონ ლევან გაჩაჩილაძე ამბობდა, რომ დიახის წასული იყო ფულის საშოვნელად. მე ვფიქრობ, თქვენი გადაცემის სტუმარი ის იქნებოდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა, საიდან
დაფინანსდა ბატონ ლევან გაჩეჩილაძე, იმიტომ რომ წარმოუდგენელია წახვიდე დასავლეთში და ესე ადვილად იშოვო ფული, რომელიც კაპიტალი უნდა დააბანდოს შემდეგ პოლიტიკაში. რატომ არის ასეთი რთული? ძალიან რთულია. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს პარკლებს გარეთ, რომელიც დააფინანსებს პოლიტიკურ ოპოზიციას. ეს არ არის ერთჯერადი აქცია ან ფესტივალი, რომელსაც ერთი ჩვეულებრივი გულუხი ქართველი საზღვარგარეთ მცხოვრები დააფინანსებს. ამას აქვს ჩვეულებრივად დიდი ისტორია, როდესაც ადამიანთა ჯგუფი განაწყენებული ან თუნდაც კეთილშობილურად განწყობილი, ან თუნდაც ისეთი მახინჯი ელემენტებისგან შემდგარი, როგორც გახლავთ კახათ არგამაძე, ლევან პირველი, ასლან აბაშიძე და ასე შემდეგ, რომლებიც დღენიადაგ ფიქრობენ, როგორ გამოუთხარონ ამ ქვეყანას საძირკველი და მე ვფიქრობ, ამ ადამიანებთან კონტაქტი არ უნდა იყოს კარგის მომტანი, თუმცა მით უმეტეს სწორედ ამაზე ვაპელირებ მე და ვამბობ, რომ თუ კი ბატონი ლევან გაჩეჩილაძე იტყვის უფრო მკაფიოდ, ვისგან დაფინანსდა ის და როგორ შემოიტანა ქვეყანაში ფული, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მას ჰქონდა კავშირი ასლან აბაშიძესთან, იგივე კახათ არგამაძესთან. არ მაქვს, მე უბრალოდ მჭირდება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ღია პასუხი იმასთან დაკავშირებით, სად დაფინანსდა და ვისი მეშვეობით ბატონ ლევან გაჩეჩილაძე და ჩამოიტანა ქვეყანაში ფული, რათა ეკეთებინა პოლიტიკა. მეორე და მნიშვნელოვანი, რაც მე მაინტერესებს, გახლავთ ის განცხადება, რომელიც გააკეთა ამ დღეებში ბატონმა დავით გამყრელიძემ იმასთან დაკავშირებით, რომ მას ჰქონია ინფორმაცია იმასთან მიმართებაში, რომ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც გულისხმობს, რომ 9 აპრილამდე სანამ აქციები დაიწყებოდა, პოლიტიკოსთა ის გუნდი, რომელიც ელოდებოდა დაფინანსებას, მათ მოუვიდათ ასეთი ინფორმაცია, რომ კრემლიდან პუტინმა მისცა მითითება ქართულ ბიზნესმენებს, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაეფინანსებინათ. ინტერპრეტაციას აქვს ახლა ადგილი. მან არ თქვა ესე, რომ ჩვენ ველოდებოდით დაფინანსებას და შემდეგ ჩვენ ველოდებოდით, მე არ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და მანამით თქვა, რომ სხვადასხვა სააკაშვილის დასაცავად აკეთებს კრემლი ამას, რომ მათ აწყობთ სააკაშვილი ამ ქვეყანაში და სააკაშვილი პერსონალური დაცვის საგანი არ გახლავთ კრემლისგან, სააკაშვილი ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც სახელმწიფო მთლიანად, ვინაიდან მათ არაჩვეულებრივად იციან, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში წარმოუდგენელი ამ ქვეყნის დამხობა. როდესაც სააკაშვილს იჩემებენ სამიზნედ, არაჩვეულებრივად ვიცით, რასთან კეთდება ასოციაცია. კეთდება ჩვენს ქვეყანასთან, ვინაიდან ის გახლავს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და ბუნებრივია, თუ კი სააკაშვილი არ იქნება და დაბრუნდება იგივენაირი შაუბნელი პერიოდი, როდესაც ქურდები, ყაჩაღები და ნაძილები მართავდნენ ამ ქვეყანას, ბუნებრივია, მათ უფრო არ გაუადვილდებათ საზღვრების გადმოწევა. უფრო ღრმად საქართველოს შუაგულში და დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნებოდა თუ კი ხალბატონო ეკა მოდით ახლა შეგედავებით არის ის თემა რომელსაც ბრალდებად უყენებს ამ ხელისუფლებას სწორედ ოპოზიცია. იცით რა მე უყენებ ბრალდებას ოპოზიციას, როდესაც მუდმივ ნაღდს ტოვებ ქვეყანაში და მუდმივ აშლილობას თავაზობ რუსეთს და ეუბნები რომ დღეს უფრო ადვილია პლაცდარმად საქართველოს გამოიყენო შენ ინტერესების გასატარებლად, მე ფიქრობ რომ უფრო მეტი ბრალდება მიდის ოპოზიციისგან. ვინ თავაზობს პლაცდარმად საკუთარ სამშობლოს? დავასრულებ ჩემას. საქმე იმაში გახლავთ, როდესაც ჩვენ ასე ღიად ვამბობთ, რომ აფხაზეთი დაკარგა მიხეილ სააკაშვილმა და ოსეთი აქ არის ხა მართლა ან სიბეცე, როდესაც ძალიან ბევრჯერ მომისმენი ასეთი აზრი, ან არის მიზანდასახული მტრობა, იმიტომ რომ მე ვიცი აფხაზეთი როდის დაეცა, ერთი პატარა ტერიტორია დავკარგეთ ახლა კოდორი და სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის სურვილი. ერთი პატარა ტერიტორია გახლავთ იმ ტერიტორიასთან მიმართებაში. დავასრულებ სიამოვნებით გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. იმასთან მიმართებაში, როგორიც დავკარგეთ ჩვენ აფთლიანად აფხაზეთის როდესაც ძალიან დავკარგეთ აფხაზეთს, რა თქმა უნდა, პატარა გახლავთ, მაგრამ ერთი ადრე მიწაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, მაგრამ კოდორსაც შეგნებულად დაერქვა ზემო აფხაზეთი, რომ ისევ ყოფილიყო ჩვენს მუდმივ ცხოვრებაში შემოტანილი ეს ტერმინი და მხოლოდ ეს პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. არაჩვეულებრივად იციან ჩვენ მოოპონენტებმა, როდის დაიკარგა აფხაზეთი და ვინ ჩააბარა აფხაზეთი. მაშინ ეს ადამიანები იყვნენ აბსოლუტურად ჩუმად და ეგუებოდნენ ამ პოლიტიკას, პირიქით გუნდრუგს უკმევდნენ ეს ადამიანები შევარდნაძეს და ადამიანებმა, მაგრამ პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე იყო სწორედ შევარდნაძის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ძალიან ბევრი თქვენი დღევანდელი თანამოაზრე ასევე იყო მოქალაქეთა კავშირის წევრი. არაფერს არ ნიშნავს ეს ქალბატონი, არაფერს არ ნიშნავს, ადამიანები მაშინ უკმევდნენ გუნდრუგს, ადამიანები იყვნენ კონკრეტული ფრაქციის გუნდრუკის მკმეველი მიხეილ სააკაშვილი შევარდნაძის მე ნამდვილად არ მახსოვს, მე მახსოვს როდესაც მუდმივ ხილებაში იყო ის პრეზიდენტ შევარდნაძის და ასევე მახსოვს სულ რამოდენიმე წლის წინ
მიხეილ სააკაშვილის მეოხები დასრულდა ის მძიმე რეჟიმი, რომელიც გახდა საქართველოში გამეფებული. ეს იყო კატასტროფა და აქეთ საქართველოს არასდროს არ დაბრუნდება. კარგით, ნუ ვიდავებთ ამაზე, ეს წარსულს თავი დავანებოთ. ეხლა მაინტერესებს გთხოვ დამიკონკრეტეთ. ვის გულისხმობდით, როდესაც ამბობდით, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც პლაცდარმად თავაზობენ კრემლს საკუთარ ქვეყანას. უნდა მითხრათ, ვინ არიან, თორე ესე ძალიან ზოგადი იქნება განცხადება, მთელი ოპოზიცია? ზოგადი შეიძლება იყოს ყველა ჟურნალისტური ვთქვათ კითხვა, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ სასამართლო და ეს არ გახლავთ დაკითხვა და შეიძლება ამ ტერმინებით საუბარი. არა, დაკითხვა რა, შეკითხვა. შეკითხვა რო, ამიტომ ამბობ მე ზოგადად, იმიტომ დაკითხვა რო იყოს, უფრო დაკონკრეტდებოდი, იმიტომ რომ იქ უარის თქმა არ შემიძლია. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფერს აქვს თავისი პოლიტიკური სარჩული ნამდვილად, როდესაც დღეს მიხეილ სააკაშვილი თავაზობს ოპონენტებს, ჩვენს ოპონენტებს, რომ ისინი შემობრძანეს საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად მქონდა ეს მოსაზრება მე ადრე და დაფიქსირებული მაქვს ტელევიზიით და მე ვიცოდი რომ ეს ადამიანები უციდნენ აბსოლუტურად სხვა პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში. ადამიანები რომლებიც ამ ხნის განმავლობაში მორატორიუმს აცხადებდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ იყო, არ იქნებოდა გონივრული, თუ მათ არ ეცოდინებოდათ რომ ქვეყანაში იცვლებოდა სიტუაცია. უბრალოდ მათ ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოს ხელისუფლებაზე და მათ არ იცოდნენ რა რეზულტატით დამთავრდებოდა რუსეთ-საქართველოს ომი. ამიტომ შეიძლება ეს ძალიან მძიმე ბრალდებად მოგეჩვენოთ თქვენ, მაგრამ მე ეს აზრი მაქვს მაქვს მას შემდეგ, რაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები და ჩვენმა საპარლამენტო უმცირესობამ თოგნებავთ ის ნაწილი, რომელიც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო პარლამენტში, უარი განაცხადეს პარლამენტში მუშაობაზე. მათ თქვენს რომ არ სურდათ გაყალბებული არჩევნები, მაგრამ მიიღეს მონაწილეობა. მაგრამ მიიღეს მონაწილეობა. ძალიან ცუდია გადაწყვეტილება შეცვალო მაშინ, როდესაც უკვე შედეგის წინაშე დადგები. ასე არ კეთდება პოლიტიკა არასდროს არცეთ ნორმალურ ქვეყანაში. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. აი, როდესაც თქვენ საუბრობთ სულ რუსულ ინტერესებზე და ხო, ქვეყანაში არის დაძაბული სიტუაცია და აი ამ ფონზე უცბად აქტიურდება ეს თემა. მე მინდა ერთი ასეთი კითხვა დაგისვათ. ეს თემა იქნება ყოველთვის რუსული ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში, რუსული საფრთხეები იქნება ყოველთვის და ეს რას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში იგივე ოპოზიციას არ აქვს უფლება გამართოს საპროტესტო აქციები, მოითხოვოს ხელისუფლების შეცვლა, თუ კი მას არ ეთანხმება ძალიან მნიშვნელოვან მათთვის რაღაც საკითხებში. ეს პრობლემა ყოველთვის იდგება და ეს დიახ, ეს კითხვა ძალიან მომწონს და ძალიან სასარგებლო იქნება მსმენელისთვის. მე ვფიქრობ, რომ იცით რა შეასაკვე დიახ, ყოველთვის იქნება რუსული თემა, ვინაიდან ის გახლავთ ჩვენი მეზობელი და ისტორიული მტერი. და აქედან გამომდინარე, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომელიც საუბრობს, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, მთელი რიგი, აი ყველაფერი იმის გამო, რასაც ამ წლების განმავლობაში ისინი პრეტენზია. რა თქმა უნდა, ოპოზიციას მუდმივად უნდა კონდეს თავისი დამოკიდებულება მკვეთრად გამოხატული ხელისუფლების მიმართ, მაგრამ იმ ძირეულ და ვთქვათ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორც გახლავთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რაც საკვირველია პოზიციაც და ოპოზიციაც ერთსულოვანი უნდა გახდეთ. რა თქმა უნდა, მათ უნდა კონდეთ სასამართლოზე, მედიასთან დამოკიდებულება და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თავიანთი მკვეთრი პოზიცია, მაგრამ არამც და არამც არ უნდა შენელდეს მათ მიტინგებზე ჩვენი დასავლური ღირებულებების ვთქვათ აღიარება. ისინი არასდროს არ ამბობენ. კი, ვფიქრობ ეს სახეზეა. ისინი არასდროს არ ამბობენ, რომ ნატო გახლავთ და ევროკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ისინი არასდროს არ ითხოვენ დეოკუპაციას საქართველოსას. ეს გადასაწყვეტი, მათ აწყობთ ასეთი ტიპის პოლიტიკოსები. არა, როგორ გეკადრებათ? როგორ გეკადრებათ? გამომდინარე, არსებობს მთავარი მესიჯები ქალბატონო ინგა, რითაც იკვებება ყოველდღიური მიტინგები და იკვებებიან ის ადამიანები, რომლებიც ესწრებიან. ამ არჩევანით მე ადამიანი მიდის და დიახ საარჩევნო უბანზე გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. კი ბატონო, მე როცა ვარ ამომრჩეველი, ვისი პოლიტიკური განცხადებების და პოზიცია ჩემთვის იქნება მისაღები, წავალ და მივცე მას ხმას, მაგრამ ეს ხალხი ითხოვდა არჩევნებს. მე ვფიქრობ, ახლა ჩვენ სიტყვებით ვთამაშობთ. გავიგე, რასაც მეკითხებით. მე გეუბნებით ერთ რამეს, დიახ, არჩევნების დროს ადამიანები გამოხატავენ თავიანთ ნებას. სწორედ 1,100,000-მა ადამიანმა გამოხატა თავის დამოკიდებულება თქვა, რომ ნატო და ევროკავშირი გახლავთ მთავარი ფასეულობა ჩვენი ქვეყნის და გმობენ რუსულ აგრესიულ პოლიტიკას. დღეს გამოსული ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გვიკიჟინებენ, რომ ჩვენი ხელისუფლება გახლავთ დასამხობი იმისთვის, რომ რაღაც საკითხები მათთვის არის მიუღებელი. რაღაც საკითხები არა, ძალიან სერიოზული საკითხები. თუნდაც სერიოზული საკითხები. 1,100,000 ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს საკითხები მოსათმენია 2013 წლამდე, მაგრამ არ უნდა შენელდეს არჩევანის საფუძველზე, ცივილიზებული გზით არჩეული პრეზიდენტის და პარლამენტის საფუძველზე. ამდენად, ვერცერთ შემთხვევაში ჩვენ, რაც არ უნდა გვიკიჟინონ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება და აუცილებელია ხელისუფლებას ეყოს თავმოყარეობა და დატოვოს თავიანთი პოსტები, ვერცერთ შემთხვევაში ჩვენ ამას ვერ გავიზიარეთ, იმიტომ რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლების წასვლა და მოსვლა წყდება მხოლოდ არჩევნების. მაგრამ ეს ხელისუფლება არ მოსულა არჩევნების გზით, ეს ხელისუფლება მოვიდა
რევოლუციის გზით. მე მინდა რომ მოვასწრო თქვენთან ორიოდე შეკითხვის დასმა ცივილიზებული სახელმწიფო ეხლა ახსენეთ. რამდენად ცივილური იყო თუნდაც ის მეთოდი, რა მეთოდითაც 15-ში პოლიციის სამმართველოსთან დაარბიეს აქცია. მე პირველ რიგში ვგულისხმობ ძალიან ბევრ უდანაშაულოდ ნაცემ ადამიანს და ჟურნალისტებს, რომლებსაც წაართვეს ვიდეო კამერები, ფიზიკურად შეეხნენ და შემდეგ წაშალეს ნახევარზე მეტი მათ მიერ გადაღებული მასალა. ეს ყველაფერი იყო ნორმალური. თუ კი ხელისუფლება მათ თავაზობს სამუშაო რეჟიმს, შვიტონს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რატომ მოხდა მაშინ? ხელისუფლება მათ თავაზობდა და კვირის მთავარი თემა რომ ხელისუფლება მათ თავაზობს, კარგა ხანია და თავაზობთ დიალოგზე წამოსვლას, მაგრამ ისინი გვესვრიან კვერცხებს, გვესვრიან ქვებს. სალომე ზურაბიშვილი არ გახლავთ მარტო ერთი პერსონალური ადამიანი, რომელმაც უნდა გადაწყვეტოს მთელი ოპოზიციის ბედი. წამოვიდა და დაელოდოს ესეც სუსტრაფობა. ეხლა თან ვანო ბერაბიშვილის მოადგილეობა, ეხლა არ ამგონია, ეხლა ეს ბავშვური ახირება, ცოტა ხანი ხო შეიძლება ან კონსულტაციებს დაელოდოს ეს ადამიანი, იმდენად კომპეტენტურია, რომ დღესვე შეუძლია ვანო ბერაბიშვილის მოადგილეობა გასწიოს. იგი ყველა ხომ არ დათანხმდება და მას როგორ ჩანს საკუთარი თავის ძალა და საკუთარი თავის იმედი აქვს, მაგრამ ბატონ ვანო ბერაბიშვილს რამდენად აქვს ქალბატონის სალომეს კომპეტენციის იმედი ეს ნამდვილად არის. უკაცრავად არც ერთ ხელისუფლებას არ მოეწონება ოპოზიცია მოადგილე. თქვენ ძანეთ კვერცხების სროლაო. ეს არ არის აქციის მონაწილეთა ვთქვა დემოკრატიული უფლება კვერცხების. ეს არის ძალიან ცუდი, როდესაც მესმის თქვენგან. ძალიან ცუდია, როდესაც მესმის თქვენგან, იმიტომ რომ არსად არ წერია, რომ კვერცხის სროლა არის დაშვებული და მიზანშეწონილი საქციელი. ეს არის პაპუასებისთვის დამახასიათებელი თვისება და არ მომერიდება ეხა რომ გავიმეორო. თქვენგან მიკვირსო. მე გახსენებ თქვენი ოპონენტების ერთ-ერთი ბრალდება იყო ეს. როგორ თუ კი ვასილ სანოძე შეეძლო რომ გართობად შეეფასებინა შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს თუნდაც ნახევრად ხუმრობით მის მიერ წყლით სავსე პარკის ცელუფნის ზევიდან გადმოგდება უკან ედგა ის კაცი რაღაც ტირზე იყო და ტირის თოფზე საუბარი. თუ კი ეს ყველაფერი იყო გართობაო, კვერცხების სროლა რატომ იყო დანაშაულიო? აქ არის სწორედ ის მთავარი პრეტენზია, რასაც ჩვენ მათგან ვისმენთ ხოლმე. საქმე იცით რაში გახლავთ? ბატონი ვასილ სანოძეს ქმედების შემდეგ არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია კომენტარი, რომ ეს არის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, აი რა გითხრათ, პირდაპირ პრიმა მუხლი, რომ ის იყო არაჩვეულებრივი საქციელი და ჩვენ ვართ მოხიბლულები, მაგრამ ლიდერები ოპოზიციის მხრიდან იყვნენ მოხიბლული ამ საქციელთან, მათ გააკეთეს შეფასება, ეს იყო დემოკრატიული ქმედება. მე მახსოვს ბატონი დავით გამყრელიძის კომენტარი, მახსოვს ხალბატონი ეკაბესელიას კომენტარი ამასთან დაკავშირებით. ძალიან მწყდება გული თუ კი დღეს საქართველოში მოიძებნება ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ კვერცხების სროლა არის ნორმალური. ამაზე ხა აღარ ღირს დავა, იმდენად დამამცირებელი იყო და იმდენად შეურაცხყოფელი ამ ადამიანების მხრიდან ამ საქციელის ჩადენა, რომ საერთოდ ის ფორმა, როდესაც ახალგაზრდებს უშვებენ იტვირთონ ასეთი უსგავსობა და შემდეგ ამოეფარებიან და მხოლოდ კომენტარები შემოიფარგლებიან, ხო? ეს არის მთლიანად მიუღებელი, ჩემთვის არ ამგონია ღირდეს ახლა საკამათოდ. და ადამიანი პოლიტიკოსი, მე თუნდაც ახალგაზრდების თემაზე უნდა დაგისვათ ბოლო შეკითხვა იმდენად რამდენადაც თქვენ და დიმიტრი ლორთქიფაინძეს მოგიწევთ, ხო? მათი მონახულება და არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი უმძიმესად არიან ნაცემი. მე ერთ-ერთი დაკავებულის ინტერვიუს მოგასმენებთ, მანამდე გადის კადრები პოლიტიკოსისა. ეს არის ზურა აბაშიძე. დამეთანხმეთ, როცა თქვენ საუბრობთ რადიკალიზმზე, აგრესიაზე, თქვათ, ხო, ვიღაც სხვების მხრიდან. ეს პოლიტიკოსი არასოდეს არ გამოირჩეოდა ამ რადიკალიზმით. ეს ნორმალურია, ქალბატონო ეკა? აქცია. ქალბატონო ეკა არ არის ეს ნორმალური, არ არის ეს ნორმალური, რომ გამოირჩეოდეს ბატონის ზურაბი აგრესიულობით, არ აქვს არანაირი გამართლება, როდესაც პოლიტიკოსი ასე ისჯება ფიზიკურად და ეს არავის არ უთქვამს, რომ ეს არის ნორმალური პირიქით. პრეზიდენტმა აღნიშნა ამის შესახებ და აღნიშნეს მე მახსოვს ბატონი ბაქრაძის განცხადება, სხვას ვერ ვხსენებ ახლა ამ შემთხვევაში გამორჩეულად. მე მახსოვს ჟურნალისტებთან დამოკიდებულება და მეთქვეს ეთერშიც რადიო ოცნებში განვაცხადე, რომ ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტის მუშაობაში ხელის შეშლა. არაფრით არ შეიძლება ეს იყოს წახალისებული. ამაზე ბოდიში მოიხადა ხელისუფლება, მაგრამ ის მოვლენები, რომელიც განვითარდა ქალაქის მთავარ სამმართველოსთან, რა თქმა უნდა, ის მომენტი არ იყო მხოლოდ ბოდიშის მოხდის ღირს და იქ უფრო მწვავე ფესვები ქონდა ამ საკითხს. და ჩვენ არაჩვეულებრივად გვახსოვს, როდესაც ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მივარდნენ ქალაქის სამმართველოს და შემდეგ ერთ-ერთი მათგანი გადაბობღდა ღობეზე და შეიტანა საშინელი დისონანსი მთლიანად ამ აქციაში, როგორ დასრულდა ეს ფაქტი ვიცით არაჩვეულებრივად და როგორ ანჯღრევდნენ ისინი ღობეს და როგორ ფიქრობდა ესე შეჭრა შენობის. წინა გადაცემაში ერთ-ერთი ქალბატონი იგა მოიტანა ყოველად უსუსური არგუმენტი, რომელსაც ვერ გავიზიარებ. რომ თუ კი დააპატიმრებენო ჩვენსო ერთ-ერთო მხარდამჭერსო, რას ვიზავ ამ შემთხვევაში? ქალბატონი იგა დამეთანხმეთ, რომ ეს იყო ყოველად უსუსური არგუმენტი ქალბატონი ნინოს მიერ არქივში ნაქეთი, რომელიც არაფრით არ გამოადგება დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს იყო დაგეთანხმებით თქვენი ნებაა, მაგრამ თქვენ იცით რამდენად ღირებული გახლდათ ეს არგუმენტი თქვენ.
მინდა ბოლოს შეკითხვა დაგისვათ, თქვენ ახსენეთ წეგან ის მოვლენები, უпростоრით მე დავსვი შეკითხვა, რომელიც პოლიციის სამმართველოსთან განვითარდა. მე მინდა ეხა ერთ-ერთ მოვისმინოთ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის ინტერვიუ და შემდეგ დაგისვათ ბოლოს შეკითხვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. მობილიზება ისე იყო გაკეთებული, ჩვენ აზრიც არ ვიყავით, რომ ერთი ეს სახელი იყო, რომ გამოვიდნენ და რომ გავიხედეთ ხელმარცხნივ და რომ გამოცვდნენ, წამოვიდნენ ჩვენს კიდე ჩვენ გავიქეთ, ჩვენ გვეგონა რომ გზა იქნებოდა იქით გასაქცევის ზემოთკე. დამარტყას ერთი თავში ჯაჭვი, ფეხში წამავლეს ხელი, გაუმათრიეს, მცემეს, მომაბეს ჯაჭვი, წამათრიეს ხელით, დამაგდეს იქ მიმღებში, იქაც მცემეს, კარგად, ჩამათრიეს დაბლა, კაპეძეზე, იქაც გამისწორდნენ ჩემი ტოლები იყვნენ სხვათა შორის ფორმიანები. მე სპეცნაზმის უფროსმა უთხრა რომ ჩავიდეთ მანქანაში საავტობუსში მიათრიეთო რომ ჩავსვს მანქანაში მომიყვანესა და გაჩერებასთან ჩავამსო შიგნით არ შემომიყვანეს. ჯარისკაცებიც იყვნენ, ზონდერები, სპეცნაზმი. ეს არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც იმ აქციაში მონაწილეობდა. ქალბატონო ეკა, მოდით უნდა დავასრულოთ ჩვენი საუბარი. არის ინფორმაცია, რომ დაკავებულები არიან ნაცემები და უფრო მეტიც იმავე რადიო უცნობის ეთერში ზვია ძიძიგურმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ სწორედ ის დღე იყო, მე მგონი თქვენი სტუმრობის დღე იმ ეთერში, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით მიდის ამ დაკავებული ბიჭების ოჯახის წევრებზეო ზეწოლა, იმისათვის, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი ჩვენებები რომ დააწერინონ ამ ბიჭებს. რა სიტყვით და რას აპირებთ თქვენ მოგეცემათ მათი ნახვის საშუალება? ეხი მე დიმაქრო დამასრულებინებთ პასუხს. კი ბატონო, ესაა შეკითხვა. თავარი რაც მინდა გითხრათ, ბატონ ზვიადს ასე არ უთქვას. ბატონო ზვიადმა თქვა, რომ ეს ამ ადამიანებს აიძულებენ, ამ ახალგაზრდებს აიძულებენ, რომ მისცენ ჩვენება იმ ტიპის, სადაც აღნიშნული იქნება, რომ რუსეთისგან იყვნენ დაქირავებული ეს ახალგაზრდები. მე მაშინაც გითხარით, ეხლაც გიმეორებთ, რომ არავინ გახლავთ ისეთი გულუბრყვილო, რომ ბავშვების დონეზე დაიყვანოს ეს პოლიტიკა, ახალგაზრდების დონეზე, მაგრამ მათი ლიდერები, რომლებიც ამაზე მიდიან, სამწუხაროდ მათი ნაწილი სწორედაც რომ გახლავთ რუსული პოლიტიკის მატარებლები და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია და ოპოზიციის მით უმეტეს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, რომლებიც დაზარალებული გახლავთ, მე პირველივე დღეს მიმართე ქალაქის მთავარ სამმართველოს და ადმინისტრაციისგან შევიტყვე, რომ ეს ახალგაზრდები ნაცემი გახლავთ აკვანის პერიოდში, როდესაც მათ გაწიეს წინააღმდეგობა, მათ უკვე სამმართველოს შესulis შემდეგ არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ ქონიათ. მით უმეტეს ამ სინამდვილეში შეგიძლიათ შეიტანოთ ან შეიტანოთ ეჭვი. მე ბატონ დიმიტრისთან ერთად, რომელიც გახლავთ ოპოზიციის წარმომადგენელი, მუდმივად მიწევს საპრობლემში მონახულება პატიმრების. ამჯერად ხვალ ჩვენ მივდივართ ამ ადამიანების სანახავად და უფრო ზუსტად შემიძლია გითხრა და მოგაწოდეთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციამ, რომელმაც გამცა ამაზე ამომწურავი პასუხი, არც ერთ შემთხვევაში არ იტყუება, ვინაიდან იციან, რომ მე მივალ და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მომატყუებენ. ასევე გაგცემთ პასუხს კომპეტენტურს ბატონ დიმიტრი ლორთქიფანიძე და საინტერესო იქნება თუ კი მას მოიწევთ შემდეგ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ წარმატება და გადაგიხადოთ. ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე საინტერესო იცით რა იქნება? როდესაც თემა რომლითაც დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ, მართლა დადებს თუ არა ხელისუფლება რაღაც კონკრეტულ მასალებს, განცხადებებზე, ქალბატონი სალომე ამბობდა მაჩვენონ და დავიჯერებ. დადებს და პასუხს აგებინებს იმ კრიმინალებზე, რომლებიც კრემლის დაკვეთას ასრულებენ. ეკა, დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, გისურვებთ წარმატებებს. მაშას ეს იყო ეკა ხერხეულიძე, ასეთი იყო დღევანდელი პოლიტიკური კვირა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები უკვე ხვალიდან ჩვენს ქვეყანაში. მე გადაგიხდი ძალიან დიდ მადლობას იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა. დიდი მადლობა, გემშვიდობებით, ერთმანეთს შევხვდებით მომავალ კვირას პირდაპირ ეთერში ზუსტად 20 საათზე. ნახვამდის.